მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს მექნება ძალიან სერიოზული საუბარი, კრიტიკული საუბარი ვინმე შეცდომილ ძეზე ივერი მერკვილაძე, რომელიც ჩემზე ავრცელებს არასწორ ინფორმაციებს და ხალხი შეყავს ძალიან დიდ შეცდომაში. და დაჟე ამ ადამიანმა ღვთისმშობლის მარადქალწულობის იდეაც კი ეჭქვეშ დააყენა და სხვებზე იშვერს ხელს. დავიწყოთ ახლა ამისი კრიტიკული განხილვა. ღმერთს ვთხოვოთ ჩვენს შემოქმედს, რომ დაგვეხმაროს ხალხი წორჩემოა მოგისმეს. ადონაი ცევაოთ იმანუ მისგავლანუ ელოჰაი იაკო. ღმერთი ცაბაოთი ჩვენთან არის. ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. მოგეხსენებათ ამ ადამიანს წაკითხული არ აქვს ბიბლია, არ იცის ებრაული ენა, არ აქვს შესწავლული ებრაული დამწერლობა, მე ვსწავლობ ებრაულს, ეს არის ებრაული თეხილიმი, ფსალმუნები. ასევე მაქვს ებრაული ბიბლია და ვეკითხები ებრაელებსაც, მაქვს დიასპორაში ებრაულ დიასპორასთანაც საქმე, კავშირები და ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლებთანაც მაქვს კავშირები. ასე რომ ეს ადამიანი ივერი მერკვილაძე მორმონულ სწავლებაში არის მხილებული და ბატონი ედიშერ ჭელიძის მოწაფე არის, რომელიც მის თავის აღზრდილ ლექტორს აქებს და ადიდებს. მოგეხსენებათ, ბატონი ედიშერ ჭელიძე არის მიჩნეული მწვალებლობაში, ეს არის ნესტორიანელების ერეში მხილებული დედა ეკლესიის მიერ. გამოცემული არის მშობელთა კავშირის მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირის წიგნი, მაგის შესახებ იყო მეუფე შიოსთანაც დაბარებული და ამხილეს. მე ვიმეორებ, მე არა ვარ მართლმადიდებელი, ასე რომ მე არ მეხება არც წვალებლობა და არც ერეტიკოსობა, რადგანაც თუ ადამიანი მართლმადიდებელი არ არის და ის აკრიტიკებს ბიბლიურ ტექსტებს, ის არ შეიძლება ჩაითვალოს არც წვალებლად და არც ერეტიკოსად. მოკლედ, მიმართვა ძე შეცდომილ ივერი მერკვილაძეს. მეგობარო, მე ერეტიკოსი არ ვარ, მე ვარ ბიბლიის მკვლევარი და ვეხები ყველა კრიტიკულ საკითხებს, რაც კი გამომწვევი შეიძლება იყოს რელიგიური თეოლოგიის მხრიდან. მე არაფერს არ ვამტკიცებ ჩემსას, თქვენგან განსხვავებით და ხალხს დოგმის სახით არ ვჩრი იმას, რაც მე მგონია სწორი. პირიქით, ჩემი შესწავლის საგანია მწვავე კრიტიკული კითხვების ირგვლივ თემის საფუძვლიანი ისტორიული გამოკვლევა. ასე რომ მე ჩემს ლაივში საერთოდ არ მithქვია, რომ იესო არ არის ღმერთი. ან არასწორად გაიგე რაღაცა, ან არასწორად აწვდი ხალხს ინფორმაციას ჩემს. ასე რომ სანამ რამეს ჩაწერდე ჩემზე, კარგი იქნება ჯერ ჩემთან გაარკვიო და შემდეგ გააკეთო დასკვნები და თავი უცდომელ კრავად ნუ მოგაქვს. ისე თითქოს შენია უცდომელი, ანუ სრულქმნილი სწავლება და სხვა ყველა შენს გარდა ერეტიკოსია. შენ საუბარში იმდენი უსუსური და უვიცური წვალებლური მორმონული სწავლების იდეოლოგიაა და ანტიქრისტიანული მიდგომა გამოჩნდა ამ საკითხისადმი, რომ სამარცხვინოა შენაერი ადამიანი სხვებზე საუბრობდეს ერეტიკოსიაო, როცა თავად ვერ ერკვევი ბიბლიური ტექსტების ცნობილობაში და შეუსაბამობაში და დაჟე ღვთისმშობლის მარადქალწულობის სწავლებასაც, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, იმასაც ისიც ეჭქვეშ დააყენე. შენ ივერი მერკვილაძე და პატარა ბავშვს, რომელიც გულანთებული არის ქრისტეს სიყვარულის შეცნობით, ნეოს გულისხმობ ლუკას შენგელიაზე ჩაწერა რამოდენიმე ლაივი, რომელიც არც ერთი მისი სიტყვა არ შეესაბამება არც მართლმადიდებელ გადმოცემას და არც ქრისტიანულ ღირსებას და სწორსწავლებას, რაც ნეოსთან მიმართებაში გააკეთა. მე მოგეხსენებათ, ნეოზე ლაივი ჩავწერი არა იმიტომ, რომ რაღაც დამემარცხებინა საუბრებში, არამედ გულის შემტკივა ამ ადამიანზე, რომ რაც თქვა ის ჩემთვის მიუღებელი იყო და მე მესმის მისი, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ ადამიანები ამ კუთხით ამხილო და გამოიწვიო, ასე თქვათ, ჩაუწერო რაღაცა ლაივები. მე პირადად რომ მიდოდა მიწერა ივერი მერკვილაძის გვერდზე, შევედი და დაბლოკილი ვარ. ანუ ვერ შევდივარ, მე სხვა Facebook-ით შევედი და ვნახე ჩემი ისინი და გადავირიე უბრალოდ, მითხრას რომ ნახე შენზე რეებს დებენო და YouTube-ზეც დამიდეს. მოკლედ, დიდი ხანი უკვირდებოდი ამას რამოდენიმე დღე, რაც დადო, ხალხის კომენტარებსაც კითხულობდი, ვინ როგორ ფიქრობს, როგორ აზროვნებს ამ საკითხთან დაკავშირებით
და ვინც უწერდა რომ შენ არასწორად ლაპარაკობ, რომ იესო იეჰოვა არის, იმის კომენტარებს შლია. ხო ხდები, მე ხა რო დამეწერა იქ კომენტარებში, ჩემ კომენტარებსაც წაშლიდა, იმიტომ რომ ადრე მაგ ვინც დადო YouTube-ზე გარხი ხო, ჯაკობს 777 მაგას ჩემი კომენტარები დაუწერე 95 თეზისიდან მოყვანილი სამების არასწორი სწავლების, ანუ სამება ხო არ არის თავდაპირველი სწავლება, სამების ერესების შესახებ დაუწერე 95 თეზისიდან ჩემი თეზისები, ერთ-ერთი თეზისები და სულ ყველა თეზისები წამიშალა თითქმის, რაც დაუწერე და ვეღარ ავწერ Facebook-ზე ვერაფერს და YouTube-ზეც ვეღარ ავწერ. ანუ დაბლოკილი არის ეს ადამიანი, საერთოდ გასული არის ჩემი ირგვლიდან და შორიდან ისვრის კენჭებს. აქეთ მაქვს მე დიდი არტილერია უფრო რა და დიდი ლოდები მაქვს, რომელსაც ახლა დაგაყრეთ და მოემზადეთ. ეს არ არის ანტიქრისტიანული, ეს არის ზუსტადაც ქრისტიანული. როგორც თვითონ იძახის, რომ სხვაგვარად არ შემიძლიაო აწდავთ გავარო და მარტინ ლუთერის სიტყვები მოყავს ივერი მერკვილაძეს. ეს ვეღარ გავიგე მართლმადიდებელი არის, პროტესტანტი არის თუ ისა მორმონი არის, იმიტომ რომ მორმონები იძახიან რომ იესო ქრისტე იეჰოვა ღმერთი არის. ან მეორეც ერთი საათქვა იესო ქრისტე მამის სახელი რომ ჩემ მამას იახვე ქვია. ახალ აღთქმიდან მანახოს სადაც წერია სახელი იახვე, რომ იესო ქრისტემ მოწაფეებს გაუცხადა ღმერთის სახელი იახვე. მანახოს ახალ აღთქმაში საწერია ეს რომ იესო ქრისტე მამის სახელში გულისხმობდა იახვეს. ერთი ციტატა მანახოს ახალი აღთქმიდან, სადაც იახვე წერია. ეგ თავი დავანებოთ მაგას. ეხლა ნახეთ. ადამიანს თუ რამე შეეშალა ბრალი კი არ უნდა დასდო ერეტიკოსიო, არამედ სიყვარულით უნდა შეაგონო, ფაქტებით თუ არ დაგეთახმა ილოცო მისთვის ღმერთმა სწორგზაზე და აზრამდე მოიყვანოს და არა თავზე ლაფი დაასხა და ზედ გადაუარო და თავდაცვის პოზიციაზე გადახვიდე. დებატის მიზანი უნდა ემსახურებოდეს სიმართლის გარკვევას და არა კაზუისტიკური ენის გამოყენებას პოლემიკაში დავის მოსაგებად. და საკუთარი ცოდნის უპირატესობის დამტკიცებას შენი ოპონენტის მიმართ. რადგან მოციქული იაკობის თანახმად არავინაა სრულყოფილი, ვინც სიტყვით არ ცდება. ნახეთ იაკობის წერილი მესამე თავის მეორე მუხლი. დასომენ, ანუ ცდებით. მეც ვიძახი რომ მე არა ვარ შეუმცდარი, მეც ვცდები სიტყვით და მე ვიკლებ, მე არ ვიძახი რომ მე ვარ მართლმადიდებელი, მე უცდომელი სწავლება მაქვს და ჩემი ასწორი და ჩემი უნდა მოისმინოთ. მე ვიძახი რომ გადაუმოწმებლად არაფრის მიღება არ შეიძლება. ის დოგმაც, ვინც შექმნეს ადამიანებმა, ის დოგმაც შეიძლება შეცდომილი იყოს. ამიტომ მიმართავ მე შეცდომით, შეცდომილ ივერი მერკვილაძის, რომელიც გაურკვევლობაში არის ჩავარდნილი. შეცდომაში ჩავარდნილი. თუ ადამიანი ამტკიცებს, რომ მისი სწავლება შეუმცდარია და დგას მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებაზე, შევახსენებ, რომ მართლმადიდებლობა სამჯერ არის შეცვლილი და მრავალი კრებებიც მაგიტო ჩატარდა. რადგან ამდენი ერესი არც ერთმა რწმენის მიმდინარეობამ არ წარმოშვა, რაც მართლმადიდებლობამ საუკუნეების განმავლობაში. ამისი მრავალი ფაქტები არსებობს, რადგან მიზანი არ ემსახურებოდა ქრისტეს სიყვარულს, არამედ მტრობას და ბიბლიური მუხლებით კინკლაობას. მოციქული პავლე შეგვაგონებს, შეიწყნარეთ ვინც უძლურია რწმენით, მაგრამ არას არ დავოთ და საკამათოდ, რომელთა წერილის მე-14 თავის პირველი მუხლში. მოგეხსენებათ მართლმადიდებლობის საეკლესიო ისტორიაში შავ ლაქად გაზდევს ეპისკოპოს ფლავიანე კონსტანტინოპოლის სიკვდილის ამბავი. კრებაზე ის ცემაში მოაკვლევინა პატრიარქმა ევტიხის დავალებით მოკლეს, ხოლო იმის გამო რომ კრებაზე წაიკითხა რომის პაპ ლეონ პირველის ტექსტი ქრისტეს ორ ბუნებასთან დაკავშირებით. მე არ ბრაზდები, როცა ვინმე ერეტიკოს მიწოდებს ან წვალებეს, ესე იგი მე ამით ფიქრობ, რომ სწორგზაზე ვდგევარ. რადგან მათ სათანადოდ ვერ ამიხსნეს ქრისტეს სიყვარული, რომ ერეტიკოსად გამომაცხადეს. იმის მაგერად, რომ მათ ქრისტეს მიერი სიყვარულით შევეგონებინე და ჩემთვის შეეყვარებინათ დედა ეკლესია. არ ამგონია დედამიწაზე არსებობდეს ისეთი ადამიანი, ვისაც იესო ქრისტე არ შეუყვარდება. ადამიანი, რომელსაც აგინებდნენ და თავად არავის დანწყავდა. როგორც გვასწავლის საღვთო პეტრე, ვისაც გმობდნენ და ნაცვლად არავის გმობდა. აწამებდნენ და არ იმუქრებოდა, არამედ თავის თავს ანდობდა მართლად გამკითხეს. აქაც დააკვირდით, მეგობრებო. თავის თავს ანდობდა მართლად გამკითხეს. რა თქმა უნდა, საკუთარ თავს არ ანდობდა. მეორე მუხლებია ესეთი, რომელიც შემიძლია ძალიან ბევრი მთელი ახალი აღთქმის მუხლები არის მამის და ძის ურთიერთობაზე. არ ვიცი ეს ბიჭი საიდან რას ციტირებს, ჩვენ ახლა სამების დოგმატის განსახილველად არა ვართ. აქ ვართ ჩვენ განსახილველად მისი ერეტიკული და ერეტიკული პრავიტიზმის დასამტკიცებლად, რომ ეს ადამიანი ღვთისმშობლის მარადქალწულობას ეხება და აყენებს ეჭვქვეშ. და ამას როგორ აკეთებს, ეხლა ვიაგეხსნით, ჯერ შესავალი წავიკითხოთ.
იმიტომ რომ ესენი დიდი ხნის განმავლობაში წერდი, ბევრს ვფიქრობდი მე ამ ადამიანზე, რომ ვინ არის ეს ივერი მერკულაძე, რომ ჩემს წინააღმდეგ ამხედრეს, მაგრამ იმ ჩემს წინააღმდეგ ამხედრებულშიც კი, ნათქვამშიც კი არ არის ისეთი საჭირო და ასე ვთქვათ, არგუმენტები, მყარი არგუმენტები, რომ ჩემს თეზისებს და ჩემს კითხვებს ჩემს პასუხს. მე საერთოდ არ მეთქვი იმ ლაივში, რომ იესო ქრისტე არ არის ღმერთი. რატო ჩამიწერა ეს რომელთა 9:5 და პაულეს წერილები და ისინი მე არ მესმის უბრალოდ არც მაგაზე არ მქონდა მე საუბარი რომ ქრისტე არის ღმერთი თუ არა თუ არ არის ღმერთი. საერთოდ მე მქონდა საერთოდ ქრისტეს მნიშვნელობა რა არის, იცის თუ არა, საერთოდ რას ნიშნავს ქრისტე სიტყვა და რას ნიშნავს მესიანიზმი. არ იცის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მან რაც დაუწერეს და დაავალეს, იმას კითხულობენ. ასე რომ მეგობრებო, ამ ადამიანს, რომელსაც ბევრი ადამიანები შეხვავს შეცდომაში, ივერი მერკულაძე, ძე შეცდომილი არის დაქირავებული აგენტურა. ეს არ ამგონია საპატრიარქოსგან იყოს, იმიტომ რომ თავად საპატრიარქოსაც ეწინააღმდეგება თავისი ლაპარაკით და მეორეც ერთი, ივერი მერკულაძე. როცა საუბარს დაიწყებ, პირი უნდა გამოირეცხო ჯერ. კაცისთვის ჯერ არ მოგისმენია და უკვე ლაპარაკობ რომ ბოდავსო. ეს არაქრისტიანული მიდგომა არის. მე მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოპონენტათაც არ შეიძლება მივიჩნიო შენი თავი, იმიტომ რომ შენ ჩემთვის ოპონენტი არ ახარ. შენ ხარ ძე შეცდომილი. აი ამის მიუხედავად მე როგორც ქრისტიანული გადმოსახედიდან მიუხედავად არ ამართმადიდებელი. მე არ ვიკადრებ ისეთ რაღაცას, რომ შენ გიწოდო, შენ საუბარს უწოდო ბოდოები. თუმცა ბევრი საუბარში დაუშვი შეცდომა და აი ეს დანიელის წიგნიც რომ მოიყვანე, მანდაც დიდი შეცდომა დაუშვი, რომ ეგ მუხლები მოიყვანე იესო ქრისტეს ღმერთობაზე, რადგანაც იმ დანიელის წიგნშიც კი აკრებუხი წერია ებრაულად, ეგეც კი არის. აკრებუხი ნიშნავს იმას, რომ ვიღაც ანგელოზებმა მიყვანებულ იქნეს ძველ დღეთას წინაშე ეს კაცის ძე. ასე რომ შენი თეზისებით შენსავე თავს უპირისპირდები და 49 და საკუთარ გათხრილ ორმოში თვითონ ვარდე. ასე რომ ვისწავლეთ სულების გარჩევა და ერთმანეთის სიყვარული. თავის შეუმცდარი და სრულქმნილი ვისაც გონია სიტყვით ის არის ამ პარტავნების მოდუში. სხვათა შორის შენი ლაივები ჩავწერე მე შენი ხმოვნები ივერი მერკულაძე და დავდე YouTube-ზე, ჩემს გვერდზე და კომენტარებში არასასურველი კომენტარები მომწერეს შენზე. ეს არის ამ პარტავნების მოდუში ჩავარდნილი პიროვნება, რომელსაც თავი გონია შეუმცდარი და როგორ გითხრათ, იცით, სრულქმნილი. შენზეა საუბარი ივერი მერკულაძე. მაცხოვარი ასეთებს მიმართავს, შენაერებს მიმართავს ივერი მერკულაძე. შენი ძმის თვალში ბეწვს ხედავ, ხოლო საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ. როცა დირეს ამოიღებ შენი ძმის თვალიდან, მაშინ ნათლად დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან. ასე რომ, როდესაც თიც იშველ სხვებზე, ნეოსკენ რო იშველ თიც, აი ესე. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ იმის სამი თითი შენსკენ იყურება. და ზუსტად აი ამ სამ ბრალდებას წაგიყენებ ეხლა მე შენ და საპატრიარქოში მამა დავით თავაძესაც ნახავ და გადავცემ შენს მამხილებელ ვიდეოსაც. რას მართლა ბოდოები არის რა, ეხლა არ მინდა იქ მეთქვა, მაგრამ ნუ ეხლა თვითონ თუ გამოიყენა, მეც გამოვიყენებ. რა ბოდოებსაც ის საუბრობს მეგობრებო და როგორ არცხვენს მისი ლაპარაკი დედა ეკლესიას. ჯერ ეს დავამთავრო კიდე. თუ კაც არ აინტერესებს და კითხვებს არ სვამს, იმას არც უნდა ედებატო. არათუ შეაგონო, რადგან მოციქული პავლე გვარიგებს. ჩამოვშორდეთ ყველა ისეთ ადამიანს, რომელსაც ეკლესიაში შემოაქვს სფოთი დარეულობა. რადგან ასეთნი ემსახურებიან არა იესო ქრისტეს დატოვებულ სიყვარულს, არამედ თავიანთ მუცელს, რომელთა წერილის მე-16 თავის მე-17-18 მუხლები. სხვათა შორის, სფოთი ეკლესიაში შემოაქვს ედიშერ ჭელიძეს. ეგ იყო სფოთის გამჩახებელი აკადემიის სემინარში რომ სწავლობდი. და ეხლაც კი ეს ივერი მერკულაძე მის იდეებს იზიარებს. მე არ ამგონია რომ ეს მეუფე გიორგის ჩაწერილი დავალებით გაიკეთებინა ჩემზე ვიდეო, არც რომელიღაც მღვდლების ვიდეოთი, იმიტომ რომ მე მაქვს კავშირი მღვდლებთანაც და ბერებთანაც. და მეუფეებთანაც სხვათა შორის. და ესეთი სისულელე რომ იესო იეჰოვა არის, არც ესეთი ეპისკოპოსი ამას არ იძახის. არც ერთი, ვინც მე გავიწერინა მკითხე, ყველა მითხრა რომ ჩემი ღმერთი დამსჯელი არ არისო და ცაბაოთიო იესო არ არისო. პირადად მე მითხრეს, ორ მეუფეს შეხვდი და ასე მითხრეს. ასე რომ ეს ივერი მერკულაძე მე ვფიქრობ რომ დავალებული არის ედიშერ ჭელიძესგან და ამის საწინააღმდეგოდ მიწერს წერილებს რომ ვითომ მეუფე გიორგიმ და ვიღაცა მღვდლებმა უთხრეს ეს ლევან პეტრიაშვილი ვინ არისო. მეუფეებმაც და მღვდლებმაც მიცნობენ მე და იციან მე ვარ სასულიერო სემინარის კურს დამთავრებული, 4 კურს დამთავრებული ვარ. რომელმაც გავაგზავნე ედიშერ ჭელიძეს კათედრაზე შევისწავლე წმინდა მამების ნაშრომები და შემდგომ უკვე იქიდან მოყოლებული ვიკვლევ წმინდა წერილის შეუსაბამობებს
ერთმანეთს ვადრი და ვიკვლევ და დღესაც კვლევის ეპიზოდში ვარ. ასე რომ მე დამტკიცებულად გითხრათ, რომ ეს არის სწორი და მე უკვე მივაკვლიე და რაღაცა, კვლევა არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა იპოვე და სულ ამით დასრულდა და აღარ გრძელდება. კვლევა ნიშნავს იმას, რომ იმ ახლის ძებნით კიდევ ახალს ეძებ. ძიებას ძიებით ასრულებენო, ფსამუნებში წერია. ფსამუნებს არ აკითხულობენ საერთოდ, ეგენი მაგათ მგონი არც იციან ფსამუნები რა არის საერთოდ და თუ იციან, რავი, განმარტებები აქვთ, ფსამუნების განმარტება არსებობს საერთოდ. ერთი ათანასე ალექსანდრიელი არის თარგმნელი, ეგეც თარგმნა იმ ადამიანმა და მოიშორეს თავიდან. არ აწყობთ. ფსამუნების განმარტება არ აქვთ ხალხო. აი ფსამუნებიდან, მარტო ფსამუნებიდან, აი დამიჯდნენ და ნებისმიერი მედებატოს მაგ იესო ქრისტეს ღმერთობაზე რა. თუნდაც ამების დოგმატი. აი ფსამუნებიდან მელაპარაკოს. წმინდა მამებიდან კი არა, ფსამუნებიდან მელაპარაკეთ. დებატების მიზანი უნდა ემსახურებოდეს სიყვარულით შეგონებას და არა გადაუმოწმებლად კაცზე ბრალის დადებას, რომ ის არის ერეტიკოსი და დამთავრდა. მან განსახილველიც არაფერი არის. როცა ადამიანს ბრაზდებ წვალებლობაში და ერეტიკოსობაში, მე არ ბრაზდები და მე მოხარული ვარ თუ წვალებას მიწოდებ და ჩემს გვერდზეც გავაზიარე და ეს YouTube-ზე დადებული მაგათი ვერსია. უნდა თუ მეუფეს დავალებული იყო ეგა, მეუფეს უნდა ჩემთვის დაერეკა, უნდა დავებარებინე, სამებაში ავსულიყავი ტაძარში ან სადმე. ჩავიდოდი დაუждდებოდი და აუხსნიდი. 100 არის თავდაპირველი 12 მოციქულის სწავლება დიდახეში რაც წერია, ამოღებული არის და ეკუმენისტური ერეს იერარქებისგან არის ახალი სწავლება შემოტენილი მართლმადიდებლობაში, რაც არ ემთხვევა პირვანდელ მოციქულთა სწავლებას. ის არ შეიძლება ჩაითვალოს მართლმადიდებლურ შემომსწარობად, რომელიც წვენა რომელიც სამჯერ არის შეცვლილი მართლმადიდებლობაზე საუბარი. 14 საუკუნემდე მართლმადიდებლობაში ძისაგანაც სულიწმიდის გამომავლობა იქადაგებოდა, ამას მოწმიარეს წმინდა გიორგი მთაწმიდელი და პატრიარქმა რუსეთის პატრიარქმა ნიკოლმა კი პიჯურის წერა შეცვალა და ლიტურგიკური წესები შეცვალა. და დღეს არის ეკუმენისტური ეკლესიის მიერ შეცვლილი ის პირვანდელი სწავლება, რაც ისწავლებოდა სასულიერო აკადემიურ სემინარიაში თუ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ გარდამოცემებში. ყველაფერი არის დამახინჯებული და ეთყობა კიდევაც ივერი მერკულაძე, ვისი დაქოქრილი ადამიანი არის და ვისგან არის დავალებული, რომ ჩემს წინააღმდეგ გამოვიდეს. ეს ნათელი არის, მეგობრებო, პირიქით, რაც მეც დადებს, ჩემს საწინააღმდეგოდ მეტად მაგათთვის იქნება დამღუპველი და ბევრი ადამიანი ჩამოშორდება მაგას. წერილებინაც ცდილობენ ადამიანების შეგონებას და არა თეოლოგიურად დოგმის ჩამოყალიბებას და იძულებას, რომ თვითონ ვინმეს მათი ერწყმუნა. ამაზე საუბრობდა პეტრე მოციქული ზუსტადაც. პირველი პეტრეს წერილი 3:15-ში პირდაპირ არის მოწოდება, რომ ადამიანებს შევაგონოთ შვიდად და საღი აზროვნებით. აი წერილებზე დაყრდნობით, რომ აქ ესე წერია და სხვანაირად შენ არ უნდა გაუკეთო კატეხუმენები, შენ ამის უფლება არ აქვს. ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე შენ მაგტლიკინის უფლება არ აქვს. მიუხედავად ჩემზე, ჯერ ერთი არც მართლმადიდებლური, არც კაცური არ არის. მაგარი არაკაცური საქციელი არის, როცა მე არ მეკითხები ჭკვას და ჩემს დაუკითხავად ფოტოს იღებ, დებ YouTube-ზე. არც მე საუბრები, არც შენგან ბრალდებას ბოლომდე არისმენ იმ ვიდეოში. რები ვილაპარაკე და მეორე გაგრძელებაც ამაქვს იმ ვიდეოში, არც იმისი არ მოგისმენია. უბრალოდ დაგავალეს და ლაპარაკობს. აი ეგ არის შენი არაკაცული. ჯერ წვერ გაპასულ კაცს რატო უნდა ენდო? პირდაპირ არის მოციქულთა კანონების დარღვევა. წვერი არ აქვს, წვერი გაპარსული. შენ სანდო ადამიანი არ ახარ, შენ ვინ დაგწვა აკადემიაში. გადახედე რას ამბობს ეპიფანე კვირბრელი წვერზე. რომ ერისკაცებსაც კი უშლიდა წვერის მოკვეცას. მაგას თავი დავანებოთ. არც ეხა გეტყობა შენ რომ ახალ ბედა ხარ და საერთოდ გაგებაში არ ახარ შენ, არც წმინდა წერილი და არც წმინდა მამების, იმიტომ რომ შენ ერთ-ერთ ლაივში თქვი რომ წმინდანი არ ნიშნავს შეუცდომეს. ანუ წმინდანები ცდებოდნენ და არ უნდა მივიღოთ, ეხა ის არ ნიშნავს რომ რახან დიმიტრი როსტოველმა ისე თქვა, ესე იგი მართალი არისო, სირინოზებზე როცა იყო საუბარი. ხო, ანუ შენ ახარ მართალი ივერი მერკულაძე და მეუფეებით შენ გიყურებენ და შენ ახარ დედა ეკლესიის ბურჯი და მართლმადიდებლობის გადარჩენა, ხო? ეს არის ზუსტადაც აპარტავნების მოდუსი. შენ ახარ ჩავარდნილი აპარტავნების ხიბლში და მონუსხული ხარ ამ რაღაცა წოდები თვითონ რაღაცა მარჯვენა ხელი ხარ რედიშერ ჭელიძეში. რომელიც კაცი რომელიც წვალებლობაში და ნესტორიანელობაში არის მხილებული საპატრიარქოს მიერ. ესე იგი მოციქულები რასაკეთებდნენ? ისინი წერილებინაც ცდილობდნენ ადამიანებს დაემტკიცებინათ ქრისტეს მიერი სიყვარული. უმოწმებდნენ წერილებიდან და არა ისე დოგმატურ ჭრილში განიხილავდნენ რომ ეკლესიამ ესე გადაწყვიტა.
რა გადაწყვიტა ეკლესიამ? ათანასე ალექსანდრიელი რომ მოყავს ნეოსთან დებატებში. ათანასე ალექსანდრიელი იცი რომ განკვეთეს ანტიოქიის სინოდალურ ადგილობრივ კრებაზე? ანტიოქიის სინოდმა რომ განკვეთა, იცი შენა და მაკროსტიხი რომ გამოსცეს, მაგრამ მაგდენი არ იცი. იმიტომ რომ შენ მაგდენი წიგნები არ აქვს საკითხული, რაც მე მაქვს საკითხული. გავაგრძელოთ. ადამიანს სანამ ბრალს დასდებ ერეტიკოსობაში და მწვალებლობაში, ჯერ თავად მისგან უნდა მოისმინო პირადად აღიარება, ჩემი ბრალი უნდა მოისმინო და ჩემი ბოდიში უნდა მოისმინო თუ ვწდები. და შემდეგ ძმურჩევი დაარიგო რომ მისი აზრები არ ემთხვევა ეკლესიისა და მოციქულთა სწავლებას და აღძრა მონანიების სურვილისაკენ. ბოდიშის მოხდის სურვილი უნდა გამიჩინო, გამიგე? როცა ჩემზე რაღაცას წერს, ჩემ ზურგს უკან. და მე არ მაგებინებ, რას აპირებ, გინდა ამით ჩაწერა თუ არ გინდა ამით ჩაწერა, თუ დამიბარებ მოვალ აკადემიაში და კი ბატონო, გადავხედოთ ერთი რა სწავლებაზე გაქვს საუბარი. რა სასწაული, რამხელა ერესში ხარ თავად ჩავარდნელი და ხელს იშვერ პატარა ბიჭისკენ ნეოსკენ, რომელსაც ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სიტყვის მარაგი და ცოდნა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც შენ არ აქვს. შენგან მოსმენილისგან მე ვერაფერი ვერ გავიგე აბსოლუტურად. ვერაფერს ვერ ვიგებ, რას ბოდიალობ იქა. რა კაცის ძე უზენაესი ღმერთია, რა ქრისტე თავს ღმერთს კი არ უტოლოდა ღმერთი იყო, შენ ხوار უჭეჭყავ თავს ტვინში ხوار გიჭეჭყავენ შენ საერთოდ. აი ჩემთან ვისაც პრობლემა აქვს, ის მიკავშირდება და მეკითხება, ლევან ესე მოხდა, ნეოს ვესაუბრე და გავხდეთ მართლმადიდებელი, მაგრამ შენ რო კაცი მოგისმენ, შენთან მართლმადიდებელი კი არ გახდება. შენ ვაფშე ზისხში ჩააგდებს, შეაზეცებ ქრისტიანობას. ეს შენ და შენნაირები, ვინც მამავებმა დაგავალეს შენ ჩემს მიმართ რაღაცა ვიდეო ჩაგეწერა. როგორ უნდა გამიშდეს მონანიების სურვილი? ჩემ ფოტოს ჩემს დაუკითხავ დებ YouTube-ზე არ მეკითხები. მაბრალე მწვალებლობას, რომელშიც არა ვარ დამნაშავე. საერთოდ არა ვარ დამნაშავე. ყველა მართლმადიდებელისათვის ერეტიკოსი არის ის, ვინც ბიბლიის ავტორიტეტს უარყოფს და მის შეუმცდარობას ეჭქვეშ აყენებს. მაგრამ სინამდვილეში ეკლესია ძალიან ფანატიკურად არის განწყობილი ბიბლიის მიმართ. გონიათ რომ ეს წიგნი ღვთისგანაა, რომელიც უპირობოდ უნდა მივიღოთ და ადამიანს არ შეუძლია გააკრიტიკოს ის. ესაა ზუსტად ეკლესიის მხრიდან მცდარი წარმოდგენის შექმნის მცდელობა. დააჯეროს ხალხს ის, რაც თავად ცოდვილი ადამიანის ხელით დაიწერა, რომ წმინდაა. თავად მოციქული პავლე წერს, რომ წიგნი, ანუ დაწერილი ბიბლია, კლავს, ხოლო სული აცოცხლეს. მეორე კორინთელების 3:6. თუ ამის აპირისპიროდ მომიყვან 1 ტიმოთეს წელი, სადაც ამის რომ მთელი წელი ღვთის სული არისო, მე გეტყვი, მეცდიერულად დამტკიცებული არის, რომ 1 ტიმოთე, მეორე ტიმოთე და ტიტეს ეპისტოლეები პავლე მოციქულს არ დაუწერია. მოციქულებისგან არის ეს, მეცნიერებისგან არის ეს დადასტურებული. და მეც მე შემიძლია დაგიმტკიცო ეს ქრისტიანული წყაროებიდან. პეტრეს წამება არსებობს, პეტრეს საქმეები არსებობს და შეადარე პეტრეს საქმეები წაიკითხე, ძველ ქართულად არის. და შემდეგ შეადარე ტიმოთეს ეპისტოლეებს რა წერია. პეტრეს საქმეებში ბოლომდე ერთგული იყო ტიტე პავლე მოციქულისა. თვით თავის რომ მოკვეთეს იმის შემდეგაც. ბოლომდე იყო ერთგული. ტიტე და ლუკა. მაგრამ პავლეს ტიმოთეს ეპისტოლეებში პირდაპირ უარყოფს, რომ ტიტემაც და დემასმაც მიმატოვა და ლუკა გადამრჩავა. ასე რომ პავლე მოციქულის ეპისტოლეები, რაც მე ვთქვი წინაზე, რომ პავლე მოციქული იყო აგენტი კათოლიკების მიერ, კათოლიკე მართლმადიდებლები იყო, იმიტომ მართლმადიდებლობა ცალკე არ იყო. კათოლიკე მართლმადიდებლების მიერ არის ეს შემუშავებული, პავლეს წერილები და ბევრი რამე არ არის სანდო. ამის ნათელი მაგალითი არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სემინარი აკადემიაში არ ისწავლება ებრაელთა მიმართ პავლეს ეპისტოლე. იმიტომ, რომ ის ამბობს, რომ გაუქმდა აარონ ლევიტელური ტაძრის მღვდლობის საჭიროება. და დაარსდა მელქისედეკის ტაძრის მღვდლობა, რომელსაც ტაძარი არ ქონია. ასე რომ მეგობრებო, ტაძრის მსახურება არის გაუქმებული და დადგენილი არის, შეცვლილი არის მელქისედეკის მღვდლობით, რომელსაც ტაძარი არ ქონია. და არც მღვდლები არ ყოლია მემკვიდრეობაში. მისი მღვდელმთავრობა წარუვალი იყო. და მელქისედეკზე წერია, რომ ის არის ღვთისძისმის გავსად დასაბამ დღეთა არ მქონდა, ანუ მარადისობის მამა, რო იძახის ხოლმე, მარადისობის მამა, მელქისედეკიც მარადისობის მამა, იმიტომ რომ უდროულად არის დაბადებული. დასაბამ დღეთა არ აქვს. ღვთისძისმის გავსად არის. და ასევე სატანაზე წერია. უდროული ნაშობი. ეზეკიას წიგში არის, აგე ჩემ მეგობარს ვასო ბანკანაშვილსაც აქვს ეგ მუხლები ამოწერილი, სამგანა იობის წიგში დასტურდება ეს. უდროულ ნაშობზე საუბარი, რომ ეს არ არის მარტო ძე, ღმერთი, უდროული ნაშობი. არამედ მელქისედეკიც და სატანაც, ეშმაკიც.
ასევე მაცხოვარი აძლევს შენიშვნას ჯურის მოძღვრებს, რომ ისინი ტყუილად ეძებდნენ სიცოცხლეს წერილების კვლევაში, რადგან მასში არაა სიცოცხლე. ივანეს სახარებით 5:39. ასე რომ სრულიად უნაყოფო იქნება ყველანაირი საუბრის და დებატის შედეგი, თუ კი არ მივა საერთო შეთანხმებაზე, რასაც ვემსახურები მეწლები. თქვენ, რომლებიც ზიხართ მაგ აკადემიაში და მწიგნობრობთ, თქვენ ზიანობს იესო ქრისტე. ტყუილად ეძებენ სიცოცხლეს წერილების კვლევაში, რადგან მასში არაა სიცოცხლე. ეხლა მეუბნები მეტყვიან, შენ რატო ეძებ წერილებში რატო ეძებ სიცოცხლეს? მე სიცოცხლეს არ ვეძებ. მე ვადრი ერთმანეთს ტექსტებს და მივდივარ პირველ წყაროსთან. ან რა სასწავლია მოციქულები და მივედი კიდევაც. თქვენ რო იცოდეთ პეტრე მოციქული რას ლაპარაკობს? რატო არის ეს გასაიდუმლოებული ეკლესიის მხრიდან? ამ შეცდომილ შეცდომილ ივანი მერკულაძეს გააჩვენებდით და ბუდიშ მოახდევინებდით მთელი მართლმადიდებელი ხალხის და ეკლესიის წინაშე. სალემის მეფე, მეფე მშვიდობისა. მშვიდობის მეფე და იესოს ეწოდაო, ხო? ესაიამ მშვიდობის მეფე ეწოდა. ვის ეწოდა? მელქისედეკს, რა თქმა უნდა. და ზოგი იძახეს, რომ ეს მელქისედეკიო ქრისტე იყო, სანამ მოვიდაო, სანამ განკაცდებოდაო. ნუ თუ ქრისტე იყო მელქისედეკი, მაშინ ღვთისძის მსგავსად ვერ იარსებებდა და დასაბამ დღეთან არ მქონი არ იქნებოდა. ასე რომ პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა არის სწავლება სემინარი აკადემიებში და ამოღებული არის საერთოდ გამქრალი სწავლებიდან. ტაუშევის წიგნი არის მაგაზე განმარტებული, მაგრამ ძალიან მცირეა, მისი ინფორმაცია არასრულყოფილია. და ივანე ოქროპირის განმარტება ებრაელთა მიმართ წერილი 21 ტომი არის. იმას ცოტა ვრცლად უწერი ამ საკითხზე და პირდაპირ ეხება ამას, რომ მღვდელმთავარი კი არ არის ვინმესი, არამედ ესენი არიან პრესვიტერები. იმ დროს, პავლე ივანე ოქროპირის დროს არ არსებობდა რანგები. ეპისკოპოსს 5-საც ეძახდნენ, 5-ს დიაკონსაც ეძახდნენ. ეს იყო საერთო რანგი. ეს მერე დაიყო კრებებმა, როცა დაადგინეს რა ქვია მაგას კვიპრიანი კართაგენელმა გაყოვეს, რომ ეპისკოპოსიო 5-ს ისე უნდა ემორჩილებოდეს ეპისკოპოს, როგორც ქრისტე ემორჩილება მამასო. აი ესეთი რაღაც განაცხადა და მე თქვა ამ კვიპრიანი კართაგენელმა, რომ ვისთვისაც დედაო ეკლესია დედა არ არისო, მისთვისო ღმერთი მამა ვერ იქნებაო და ბოლო-ბოლო ვერ გავიგე ღმერთს რამდენი სქესია კაცო. იმის არ იყოს 40200 კიდე. მამას რატო უწოდებთ ღმერთს თუ ქალური საწყისები აქო? ხო, საინტერესო კითხვაა, ხო? ქალა და დედაკაცი და მამაკაცად გააჩინავდა. ესე იგი ღმერთი კაცია, ხო? და არა ადამიანი, რომ ადამიანურად ფიქრობდეს. ვინ არის ღმერთი? საერთოდ შეიძლება უზენაეს ღმერთს მამა უწოდოთ ან ღმერთი უწოდოთ? ის ხო ყველაფერზე მაღლა დგას. თან თუ მით უმეტეს შეუმეცნებელია და არავის შეუძლია მასთან მიახლებაო. მაგასაც დააკვირდით. არავის შეუძლია მასთან მისვლაო და მიახლებაო. ანგელოზებიც კი წინანო და შეუმეცნებელია მათი ბუნებისთვისაც ბოლომდე უზენაესის გაგება. ხვდებით რაზეა საუბარი ხალხო, ვიზია საუბარი და თქვენ გინდათ რომ ეს განკაცებული იესო ქრისტე იქადაგოთ და გაუტოლოთ იმ უზენაეს არსებას, რომელიც წინაშეც იფერფლებიან ანგელოზები? თქვენ ავად ხო არ ახართ შემთხვევით. კარგად გადაამოწმეთ აბა ერთ ბიბლიაში რამდენჯერ გიწერიათ ცაბაოთი უფალეზე ესაიას მე-6 თავში თუნდაც. ხო? ჩემო თვალე მაიხილესო. ცაბაოთი უფალიო და მამა რა სამავს იესო მამაზე? არავის არ უნახავსო. და თქვენ ისე გამპარტავდით რომ ღმერთს ყოვლის შემძლეს. ხატავთ ანგელოზის ფრთებით. მამა გაბრიელი გამხელთ თქვენ და გეუბნებათ რომ ანგელოზებს ღმერთს რა ფრთები აქვს, რა თუნდა ფრთებიო. როგორ შეიძლება ესეთი დამახინჯება და ეს მახინჯი რწმენის მატარებლები, ეკუმენისტური ეკლესიის გადაგებლები იზახიან რომ თვითონ თავად უზენაესი ღმერთი სამების სახით მივიდა აბრაამთან. ხო, კაცის ძესა აქვს უფლება მარტო იმ დიდებული სინათლის, რომელიც ძეზე 7-ჯერ მეტად წვავს, იმასთან მიახლების უფლება მარტო კაცის ძეს ხვდა. დანიელის მე-7 თავია თუ არ ვცდები. მიყვანებული იქნაო, ძველ დღეთასთანო, აკრებუხი ებრაულად ნიშნავს რომ ანგელოზებმა მიიყვანეს. ღმერთთან მიყვანა რა შეჭირდება ხალხო? ეხლა აქ მე სამების დოგმაზე არა ვარ განსახილველად, უფრო სერიოზული ბრალდება მაქვს ივერი მერკულაძეზე. მოკლედ ბოლოს ვიტყვი ასეთ რაღაცას ამ სტატიის მიმართვაზე რა ამ ივერი მერკულაძეს. მოშორდით ანტიქრისტე ივერი მერკულაძეს, რომელიც ეწევა მარკელოზის ცრუსწავლების პროპაგანდას. ის ეკლესიაში ავრცელებს მარკელოზის ერესს, რომელიც ანტიოქიის სინოდალურმა კრებამ დაგმო და თავად მარკელოზი ათანასესთან ერთად ეპისკოპოსის ხარისხისგან განკვეთა 327 წლის მერე კონსტანტინე როცა გარდაიცვალა. კარგად დააკვირდით, ეგ მაგას თქვენ არავინ არ გეტყვით. მაკროს ტიხზე. ეს ათანასე ალესანდრიელი, რომელსაც ეს ბიჭი ციტირებს, რომ მამა თუ მამა არ არის და ძე არ ეყოლებოდა, მამა ხო არ იქნებოდაო. რას ბოდავ შენ კაცო? შენ რომ მამა გახდე
შვილი ხო უნდა იყოლიო. შენ მამა თუ არ გაგხადა შვილმა, მამა ხო არ გერქვა. აი ეს იმას ყვანიშნავს რომ რახან ძე არ ყავდა და მამა არ იყავი, არ არსებობდი კაცო. და რასაც შენაპარაკობ ზუსტად მაგას ამბობდა მარკელოზი და ათანასე რომ მამა, ძე და სულიწმინდა ეს არის ერთი. აი მაგის იდეამ გაიმარჯვა რომ თავდაპირველად ის იყო ლოგოსი ღმერთი რომელიც დაიყო ტრიადაში, მამაში, ჯესზე და სულიწმინდაში. აი მაგის მიმდევარი ხარ შენ და გამოგაჩინე ბევრჯერ შენი ლაივები მოვისმინე სამების დოგმათა დაკავშირებით და ბევრჯერ გამოგაჩინე შენ. 44 ფსალმუნი რომ მოყავს, ეგეც შენ სამხილად არის. გავაგრძელე მე რა წერია, შევეთ მიშორ, შევეთ მალხუთეხა, ელოხაი ტახტის შენი ღმერთო უკუნით უკუნისამდეა. გცხო ღმერთმა შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით. ვინ ცხო თავის თავს? თუ ვიძახი რომ შენ ქრისტე მამაა და ქრისტე ღმერთია, მაშინ გამოდის რომ ცხებულ ღმერთს ქადაგებ და სხვა ღმერთს ქადაგებ, რომელმაც ცხო თავად მამა ღმერთს. მამა ქრისტეს. გაიჭედე ეს ტვინში, ჩაიჭედე ივერი მერკულაძე და ამ ვიდეოს YouTube-ზეც აგეტვირთავ. და გავაგრძელებ ეს ამით არ შემოვიფარგლები, შენზე ძალიან ბევრი საჩივარები შემომივიდა რა, ძალიან ბევრი და დღესაც დამილეკეს და მესაუბრენ რა. მე ვუთხარ იცნოთ მეთქი ივერი მერკულაძეს და ეს ახლოვიდან არა, მაგრამ შორიდან ვიცითო ვიც არის რა. ასე რომ შენთან მაინც მოვალ. ადრე თუ გვიან მე თუ არა თვითონ მღვდლებს მოვიყვან შენთან. და მაგ კათედრიდან საერთოდ გამოგაგდებენ საერთოდ. შენ არ იმსახურებს აკადემიაში ადამიანებთან სწავლებას და რამე რო ასწავლო ადამიანებს. ხო, ათანასე ალექსანდრიელი მოყავს, ჩემო ძვირფასო ივერი, კაი სახელი კი გაქვს. ათანასე ალექსანდრიელი ასწავლიდა, რომ ძისგანაც გამოდის სულიწმინდა. ასევე შენი საყვარელი ავგუსტინე ჰიპოც, ნეტარი ავგუსტინეც ასწავლიდა ამას. კონსტანტინოპოლის კრებაზე, რომ სულიწმინდა ძისგანაც გამოდის. ასე რომ მე ვარ ეხა მწვალებელი თუ შენ ხარ ეხა მწვალებელი, რომ მწვალებლის ციტატას მოყავს სამების დოგმატის გასამართლება და ნეოს სამხელად. მე ხა ნეოს არ ვიცავ, იმიტომ რომ მე უნიტარისტი ვარ, არ მწამს მე სამების, მე არც მართლმადიდებლის დოგმატების არ მწამს და არ ვარ მართლმადიდებელი. ასე რომ მე არ მომეთხოვება რომ აი ესე წვალებელია, ერეტიკოსია თუ შეჩვენებულია თუ ის არის. მე უბრალოდ ვარ დაინტერესებული ბიბლიის შესწავლით და მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიის შესწავლით. და იქიდან მაქვს დიდი ინფორმაციები თვითონ ამ ეკლესიის პირებზეც და ეკლესიის ისტორიებზეც და ანტიკური ქრისტიანობის წარმოშობაზე ხოთაშობს. საიდან გაჩნდა ეს ქრისტიანული მიმდევრობა. პირველი იერუსალიმის ეპისკოპოსები იყვნენ ყველა ებრაელები წინადაცვეთილები, მეგობრებო. აბსოლუტურად ადრე წინადაცვეთილობა აუცილებელი იყო, იტარებდნენ. ამის ნათელი მაგალითი არის საქმე მოციქულთას 21 თავში, როდესაც იაკობი საყვიდუროს პავლე მოციქულის წინადაცვეთილებასთან დაკავშირებით. გავაგრძელოთ. ივერი მერკულაძე იძახის, რომ ორი იაჰვეა და რომ ეს ერთი და იგივე ღმერთია და არაორი ცალცაკე ღმერთი. სადაც გამოსვლა 24 თავში დასტურდება ორი ღმერთის არსებობა. ასევე თავისავე მოყვანილ 54 ფსალმუნში ორ ღმერთზეა საუბარი, ცხებულ ღმერთზე უზენაესი ღმერთისაგან. და ეს არ არის ერთი და იგივე ღმერთი. თუ მაშასადამე ღმერთი და მასში არსებული ლოგოსი ერთი და იგივეა, როგორც ამას ასწავლის ჩვენი ბატონი ივერი და მარკელოზის ამ იდეაზე არის, მაშინ ეს არის ტრანსცენდენტული ღმერთი, მიუწვდომელი, რომელიც უხილავ ნათელში არის და არავის შეუძლია მისი დანახვა. თავად არის ეს ტრანსცენდენტული ღმერთი, რომელიც იშვა წმინდა ქალწულისაგან და რომელიც განკაცდა, გახდა ადამიანი, გადაიტანა აღწერილი ტანჯვა და მოკვდა ჩვენი წოდებისათვის. მაგრამ ღვთის ეკლესია უღმერთოებსა და ღვთისგმობელებს შორის მიიჩნია ისინი, ვინც გაბედა საბელიოზის ერესის დამტკიცება ეკლესიაში. აი ამ ივერის ნაერი ადამიანებისგან. ეს ცდილობს საბელიოზის ერესის დამტკიცებას და ათანასეს წმენის შემოტენვას მართლმადიდებლობაში. მართლმადიდებლური ეკლესია არ აღიარებს არც ათანასეს წამს და არც მარკელოზის იდეას. ორივე განკვეთა ეპისკოპოსობიდან. წვალებლობა რას ნიშნავს ახლა რო აგიხსნა საერთოდ როგორც ჩანს შენ გაგებაში არა ხარ რას ნიშნავს წვალებლობა მართლმადიდებლური გაგებით. ამიტომ მე განგიმარტავ. წვალებელი ვერ იქნება ლევან პეტრიაშვილი, იმიტომ რომ ლევან პეტრიაშვილი არის მკვლევარი. თან იმასაც ამბობს ლევან პეტრიაშვილი, რომ საკუთარ სიტყვებზე პასუხისგებელი არის. რასაც ამბობს და არ ამტკიცებს იმას, რომ ეს სწორია და შეუმცდარია.
ერთი პლუსი ლევან პეტრიაშვილის ეგ აქვს შინაგან განსხვავებით, რომ დოგმის სახით არ ვჭრი და არ ვამტკიცებ, რომ მე შეუცდომელი ვარ და სრულქმნილი ვარ სიტყვაში. რა თქმა უნდა, ვწდები და ეხაც რომ ჩავწერ ლაივს და მოусმენ, უამრავი შეცდომები მექნება დაშვებული და მაგას მე ვაღიარებ. თავარია აღიარო და არა შენ რომ რაც პირზე მოგადგება ყველაფერი ირაკრაკო და სხვათა შორის პავლე მოციქულიდან შეგახსენებ, იმიტომ რომ შენაერებს ახსენებ სხვათა შორის, რომ თუ სიყვარული არ გამაჩნიაო, არარაობა ვარ, მოჟღრიადე რომ ვალი ვარო. და შენ როგორ გაგაჩნია სიყვარული, როდესაც კაც ფოტოს უჭრი და უდებ იქ YouTube-ზე და ვიდეოს უჭრი და არც აცდი ადამიანს არც უსმენ რას დაპარაკობს და ბოდავს უიძახი და ასეთ შეურაცხყოფას აყენებ იმ პიროვნებას, რომელსაც არ იცნობ და გასაუბრებულიც არ ახარ ელემენტარულად და არც ჩემს პოსტებს არ კითხულობ. არც ჩემს იდეას არ იზიარებ და არც პირადად ჩემთვის არ მოგიწერია რომ რაშვები ლევან და რატო ჩიქს ცხებ ეკლესიას და რატო ერეტიკოსო. მოწერე კაცო, რავი, რამდენი ადამიანია შემოსული და მიმიწერია კიდევაც. აგერ გადადი და 300-400 კომენტარები მაქვს ჩემ იმაზე ხოლმე საუბარი. თუნდაც ჩაქოლის თემაზე ძალიან დიდი საუბარი მქონდა რა, იესო ქრისტე რო წერდაო და ცოდებს წერდაო. რა იცი ცოდებს წერდა თუ არ წერდა. ვინც უცოდელია იმანეს როლოსო. ვინც უცოდელია რა, უცოდელი რა, თუ უცოდელი არავინ არ იყო, მაშინ მოსამართლეც არ არსებობს. რა შუაში ეგ ლევან პეტრიაშვილი არასდროს არ ამტკიცებს იმას, რომ შეუმცდარი სწავლება. ლევან პეტრიაშვილი კითხვებს სურს, რომელზე პასუხებიც ვერც ივერი მერკულაძესგან ვერ მიიღო და ვერც ხოდელებისგან და ვერც დედა ეკლესიისგან. მით ძალიან მაინტერესებს ერთი რაც მენა გაქვს საერთოდ რაზედ გიხართ რა. ებრაულ რაღაცა რომაული ნაზავი, რომელსაც საერთოდ არაფერი არ აქვს, რომელ საუკუნეში წაიკითხეთ ბიბლიას საერთოდ იცით, ან როდის იყო? დამწერლობას კი არ ქონდათ გონი. ბიბლია პირველად ბაქარის ბიბლია იყო, ხო? მე-17-16 საუკუნეში თუ როდის იყო პირველი ბიბლია სათქონდეთ. გლეხებმა ზოგმა წერა კითხვა არ იცოდა, რა ბიბლია, ის ბიბლია ხალხაგებაში არ იყო. ასე შეატენას რა, ის მართლმადიდებლური იუდაიზმი ქრისტიანობის სახელით. თან შენ არ დაგიდია ეგ ვიდეო, სხვამ დაგიდო. ხო, მე არც ვიცოდი კაცო ვაფშე, მე თამარი მთხოვა რომ თამარის ლაივში მე ვთხარ არსად არ დადომეთკი რა. გავიხედე და ყველგან მოვიდო ეგ ვიდეო და ვიღაცება დამიგდა. სამოჭრილე ვიდეოებია სხვათა შორის და მან შეიძლება ჩემი სიტყვების გადაკეთებული არის, მე რა ვიცი. მე იქ არ მილაპარაკე და ვისაც აინტერესებს ლევანი რა თქვა კაბენის მონასტერში, მიმართოს თამარი რასაიძეს და იმას უდევს ვიდეოები რა. ეგეც მე ვუთხარი არ დადომეთკი, მაგრამ დადო, აბა რა აზრი აქვს თუ არ ვილაპარაკებთ. დადო და რა ვქნა ეხა, ხო აღარ წავაშლევინებ. რა არის მან წასაშტერი თქვით და კი ბატონო. მოკლედ, წვალებლობა ქრისტიანული სარწმუნოებრივი სწავლებაა, რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატებს. და საიდან ვიცით, რომ თავად მართლმადიდებლობა არ არის წვალებლობა და ერესი? აქ რას გულისხმობ, იცით? შეცვლილ მართლმადიდებლობას. მართლმადიდებლობის სახელით გამეფებული ეკუმენისტური ერესი. დედა ეკლესიაში. ეს აღარ არის ამ მართლმადიდებლობას გულისხმობ და არა თავდაპირველ მართლმადიდებლობას, რომელიც სწორ წმენაზე იდგა თავის დროზე. ესე იგი, ფილიოქვე კათოლიკეებმა დაამატესო და მართლმადიდებლებსაც, პრავლასწავლებსაც წამდა თუ როგორ არისო. ხა კითხვა არის ესეთი. ხო, წვალებლობაზეა საკითხავი ესეთი, რომ თურმე კათოლიკები წვალებლები არიან, იმიტომ რომ ძისაგან სულიწმის გამომავლობას აღიარებენ. და თვითონ მართლმადიდებლობა თუ აღიარებს ამას და აღიარებდა და როდის აღიარებდა? და როდის წამდათ? მოგეხსენებათ 1054 წელი იყო დიდი სქიზმამდე, 10 საუკუნე ერთად იყვნენ მართლმადიდებლები და კათოლიკები და დაჟე ეხა წირვაზე რაც წავსაც კითხულობენ, ეს არის ნიკეის მწამს. წამს ერთი ღმერთი მამაყურის ამხობი შემოქმედს ათაკოხანს. ეს არის მარკელოზის იდეის გამარჯვება. შობილი და არაქმნი. ეს არის მარკელოზის ერესის წარმოშობილი წამს, რომელსაც შემდეგ ევსები კესარიელმა ორტომეული დაუწერა. მარკელოზის საწინააღმდეგო და საეკლესიო თეოლოგია და ეს წიგნები არის ვატიკანში. ხო, გიორგი მთაწმინდელი თქვენ ვას ძალიან გიყვართ, თავის წიგნი არსებობს, ესეთი გიორგი მცირის წიგნი არსებობს, ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა, ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. მეორე თბილისი 1967 წელი, გვერდი 178-179. აი ნახე რას წერს გიორგი მთაწმინდელი ძისაგან სულიწმის გამომავლობის თემაზე. მე-14 საუკუნე თუ არ ვშტები ეს. ხრომთა, ანუ რომაელებმა, კათოლიკეებმა, ადრე მათ ხრომებს უწოდებდნენ, კათოლიკები არ ერქვა, ხრომები იყო. კათოლიკობა, ნახეთ რას ნიშნავს, კათოლიკობა ნიშნავს საყოველთაოს, ანუ კათოლიკობაში იგულისხმება მართლმადიდებლობაც, აუცილებლად, იმიტომ რომ წამში წერია ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. კათოლიკურში იგულისხმება ავტომატურად მართლმადიდებლური იურისდიქციაც. ცალკე არ არის. მართლმადიდებლობა ცალკე არასოდეს არ ყოფილა და ამისი ძალიან ბევრი მაგალითია. დღესაც ეგრე არის.
ეს ერთი რწმენის ორი ფესვი არის. ერთი რწმენის ორი მიმდინარეობა არის. და მესამე პროტესტანტიზმი რა თქმა უნდა როგორც იუდეველებში იყო ფარისევლები, სადუკევლები და ესენიანელები. დღესაც ესე დაიყო სამწუხაროდ ქრისტიანული მიმდინარეობები. ნახეთ რას ამბობს გიორგი დაწმიდელი. ხრომთა ვინაიდან ერთგზის იცნეს ღმერთი, აღარა ოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალება ის შემოსულ არის მათ შორის. კათოლიკური ეკლესია ამ დროს, როცა ამას წერს, რომ წვალებაც კი არ არის მათ შორის, ბოლომდე იცავენო ხრომები იმ პირველ დანატოვარ პეტრისგანაც მიიღესო. კათოლიკური ეკლესია ამ დროს უკვე ოფიციალურად აღიარეს ფილიოქვეს, ანუ უმფურნოს. და ძისაგან, ანუ ფილიოქვი არის ძისაგან გამოსული სულიწმიდა და უმფურნო არის მაცათი, ებრაული მაცათი ხმიადებს ეძახიან, გვალპურებს. და რასაც მართლმადიდებლობა ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ ჯურის კანონში პირდაპირ წერია, ვინც ებრაული წესით ეზიაროს პურსა და პურს, ისინი ხო ღვინოს არ ასმევენ, მე ღვინოს თვითონ სვავ. მარტო პურს აჭმევენ. შეჩვენებული იყოს, მე ორჯერ ვარ მაცათი, ანუ უმფურნოთი ზიარებული. ასე რომ მე არ ვითვლი მართლმადიდებლურად, ამიტომ რომ ვიძახი მართლმადიდებელი არა ვარ, სწორი ვარ რომ ვიძახი. ჯურის მიხედვით არა ვარ მართლმადიდებელი, იმიტომ რომ ორჯერ ვარ ნაზიარებელი უმფურნოთი. ებრაული მაცათი. ერთი ფესვის ორი ტოტი უნდა გეთქვა. ხო, ერთი ფესვის ორი ტოტი, ხო შემეშალა. საქართველოს ეკლესიის ყველაზე დიდი მამა კი თვლის, რომ ყველაფერი ეს სულაც არა მწვალებლობა. გიორგი მთაწმიდელი თვლის, რომ კათოლიკები რომ ბოლომდე იცავენ პეტრისგან დატოვებულ წამს, უმფურნოთი და ფილიოქვეს წამს, იმისგან იცავენ. წარმოგიდგენია და ამაზე პრეტენზია არა აქვს გიორგი მთაწმიდელს, რომ ეს არასწორები არიან. პირიქით, სულაც არა ამისთვის მწვალებლობა. ასე რომ, როდესაც ივერი მერკულაძე განეხილავს ჩემს მწვალებლობას, საერთოდ არა ვარ მწვალებელი, იმიტომ რომ აგერ თვითონ ქრისტიანული დოგმატური კუთხით შენი გიორგი მთაწმიდელიც ნამდვილად არ ეთანხმებოდა, რომ კათოლიკები მწვალებლები იყვნენ. დოკასთან, იმპერატორ დოკასთან საუბრისას ამბობს მაგაზე და მე ხსნის რატო იყენებენ მართლმადიდებლების ეპისკოპოსს კათოლიკებისგან განსხვავებით. ნუ მოკლედ ეხლა ეს დავასრულეთ, ეხლა ვნახოთ ჩვენ ოფიციალურად ბრალდება ივერი მერკულაძის მიმართ წაყენებული. ვრცელი თემა არის ფოტოშოპი და მოდი ისე დავიწყებ, რომ თქვენთვისაც მოსასმენი გახდეს. ეს ადამიანი იძახის, რომ ღვთისმშობელიო მეორე ცოლი არ ყოფილაო იოსებისაო. და საერთოდო 330 წლამდეო მაცხოვრის საფლავზე ნაგავსაყრელი იყო და იქ საერთოდ სიწმინდი არ იყო. ყარდა იქავრობაო და მერე იპოვა ელენემო და მერე გახდაო მაცხოვრის საფლავი. ასეთი ნალაპარაკებები აქვს და წაშლილი აქვს ის ვიდეო თავის გვერდზე, მაგრამ მე ისეთმა ადამიანებმა გამომიგზავნეს 16 ნოემბერს. ეგ რომ მოვასწარი ამისი ყველაფერი ვიდეოს ჩაწერა. სხვათა შორის ახლა უკვე ამას ჩაუსაფრთებ. ყველა მაგის სიტყვას ჩაუსაფრთები, რასაც ის გამოთქვამს და ჩავიწერო მე აღარ წაშალოს. თავისავე სიტყვებს დაუპირისპირებ თვითონ. ახლა მოусმინოთ ეს ვაჟბატონი რას ლაპარაკობს მარიამთან, მარიამის ღვთისმშობლის მარადქალწულობასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი მითები არის, ასევე ეგნატე ღმერთჩემოსილი თითქოს ის ბავშვი იყო, ვინც უფალმა დალოცა, ესეც რა თქმა უნდა ძალიან დიდი ტყუილია, იმიტომ რომ ივანე ოქროპირი თავის ერთ-ერთ ჰომილიაში პირდაპირ ამბობს, რომ ეგნატეს არ უხილავს უფალიო, მაგრამ ისე შეიყვარა იგი, რომ სულით ვისი დაძდო მისთვისო, ხო? ლომებმა დაგლიჯეს. ამიტომ ივანე ოქროპირი, რომელიც თვითონვე ანტიოქიელი იყო, ვის და ოქროპირს ეწოდინებოდა ნამდვილად და ჯერ ერთი ანტიოქიელ სირიელს რა უნდოდა ისრაელის გარემოში, ხო? იმ ბავშვში, რომელიც თითქოს ქრისტემ დააყენა და თქვა, რომ თუ არ იქნებით ბავშვები, ამ ბავშვივით ვერ შეხვდათ სათავსოებში, ეს არის ტყუილი. და ნუ მერე თითქოს გული გაუჭრეს და იქ ქრისტე ეწერა ოქროს ასოებით და რაღაცა სისულელეები, ეს არის ზღაპრები ყველაფერი. ამიტომ ჩვენ ესეთი ზღაპრები არ გვჭირდება არაფერში. ეკლესია არის ჭეშმარიტება, ეკლესია არის ის და სასწაულები ძიება ადამიანს ხიბლში აგდებს. ამიტომ ფსევდო გადმოცემები და ფსევდო რაღაც სასწაულები და ფსევდო ცხოვრებები არაფერში არ გვჭირდება. იგივე წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაც. ორი წმინდა ნიკოლოზი იყო, ერთი სინაელი არქიმანდრიტი და მეორე წმინდა ნიკოლოზ მირონლუკიელი. და წმინდა ნიკოლოზ მირონლუკიელის დედას და მამას ნონა და გრიგოლი ნამდვილად არ ერქვა. ეს ერქვა სინაელი არქიმანდრიტის მშობლებს და ჯერ ერთი ვერანაირად იერუსალიმს ვერ მოილოცავდა და უფლის საფლავს, იმიტომ რომ წმინდა ნიკოლოზი იყო დაბადებული დაახლოებით 270 წელს და
მისი ახალგაზრდობის წლები ემთხვევა დაახლოებით დიოკლეტიანის მეფობის პერიოდს. როდესაც წავიდა უფლისსაფლავის თითქოს და მოსალოცად. ჯერ ერთი დიოკლეტიანის დროს არანაირი უფლისსაფლავი არ არსებობდა, ეს კონსტანტინე დიდმა და ელენე დედოფალმა აღადგინეს, ეს ტაძარი იპოვეს ჯვრები და აღმართეს. ეს დაახლოებით 330 წელს მოხდა. იმ პერიოდში, როდესაც კონსტანტინოპოლი დაარსა ასევე კონსტანტინემ და ამიტომ ვერანაირად უფლისსაფლავს ვერ იპოვიდა, ვერ მოილოცავდა და ეს არის წმინდა ნიკოლოზი, ესე იგი 2 საუკუნით მერე ვინც იყო იუსტინიანეს დროს მე-6 საუკუნეში, აი მგერ ნიკოლოზის ცხოვრება არის შერეული ამ წმინდა ნიკოლოზის მეორის ცხოვრებას. ეს ანტონი კაპუსტინი არის იერუსალიმის სულიერი მისიის ხელმძღვანელი. მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო, მე-19 საუკუნის ბოლოში და მას აქვს ეს ნაშრომი ორი ნიკოლოზის იგივეობასთან დაკავშირებით, რომ არანაირი იგივეობრივი არ არიან, ეს ორი ნიკოლოზი არის სხვადასხვა პიროვნება და წმინდა ნიკოლოზი არ ყოფილა იერუსალიმში მოსალოცად და ვერც იქნებოდა, იმიტომ რომ დიოკლეტიანის მეფობის დროს უბრალოდ არ არსებობდა უფლისსაფლავი და იქ იყო მიწაყრილი და ნაგავს ყრიდნენ იმ ადგილას და მე ნომერი შეხედე რამ ხედა შევარწმუნდეს აღენებს 330 წლამდე მაცხოვრის საფლავი არ არსებობდა იერუსალიმში და ნაგავს საყრელი იყო და ნაგავს ყრიდნენ მასზე. აი ნახე, გავიმეოროთ. დიოკლეტიანის მეფობის დროს უბრალოდ არ არსებობდა უფლისსაფლავი და იქ იყო მიწაყრილი და ნაგავს ყრიდნენ იმ ადგილას და მე ნომერე ელენე დედოფალმა იპოვა ეს საფლავი და აღმართა ჯვარი. წარმოგიდგენიათ ხო, ესე იგი ნაგავს საყრელი იყო და მე ელენე დედოფალმა 330 წლამდე ქრისტიანებს მაცხოვრის საფლავი არ ჰქონდათ. აზი აი რა თქვა, ნაგავს საყრელზე, ანუ მაცხოვრის საფლავზე იყო ნაგავს ყრიდნენ. ბრალდება არ გვინდა თუ ვერ დაამტკიცებ ფაქტებით, ხო, ბრალდება თუ არ მოусმინეთ ადამიანს ისე რატო უნდა დავდოთ ბრალი რაღაცაში, ხო? ჯერ მის გამო მოვისმინოთ როგორც ნიკოდიმოსი ამოს. ჯერ კაცისგან ბრალი არ მოგისმენიაო და თვითონ მისგან აღიარებაო და რატო უნდა დავდოთ ბრალიო და აგერ აღიარებაც ამაქვს და ყველაფერი. გავაგრძელოთ ერთი კიდე აბა ეს ღვთისმშობლის მანათ ქალწულებასაც ეხება, ხა მოგასმენინოთ რას ამბობს. ძალიან ბევრი ლეგენდები, ძალიან ბევრი გადმოცემებია ისეთი, რომლებიც ნდობას წესით არ უნდა იმსახურებდეს. არ უნდა იმსახურებდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მითები და ლეგენდებით ნაქადაგები ქრისტიანობა შორს ვერ წაგვიყვანს. და სახარებაც ჩვენ უნდა წავიკითხოთ. სახარებაში რაც წერია ის და არა აპოკრიფული გადმოცემები და ასე შემდეგ. ნუ აპოკრიფული გადმოცემებში იმდენი სისულელეები წერია, რომ შეიძლება გული გაგისკდეს უბრალოდ. თუნდაც ის რომ ღვთისმშობელი თურმე მეორე ცოლი იყო იოსების, რომ ეს კათოლიკების დაწერილი სისულელე, რომ გაემართლებინათ თუ ვინ იყო ქრისტეს დები და ძმები, რომ ღვთისმშობელი მარადის ქალწული იყო, პროტესტანტებს რო ეკამათებოდნენ. რეალურად იოსების და მარიამის ორივე იყვნენ ქალწულები, დაძმასავით ცხოვრობდნენ, ამაზე მე უშველებელი სტატია დავწერე თავისი წყაროებით, თავისი დამამტკიცებელი ფაქტებით. არანაირი მოხუცებული იოსები არ ყოფილა. ნუ ამ აი მეგობრებო, ეს მწვალებელი როგორ ჭიკჭიკებს აკადემიის სემინარიაში. ეხა მე კარგად მოусმინეთ, ხო, თუ გინდა გავიმეორებ. მეორე ცოლი არ იყო იოსებისო, მარიამ ღვთისმშობელი. ესო კათოლიკებმა მოიგონოსო. წარმოიდგინე, მეორე ცოლი თუ არ იყო ღვთისმშობელი იოსების, ძალიან მაინტერესებს ბატონო ივერი. 4 ვაჟი და 2 გოგო. ვისგან ყავდა იოსებს? ხო არ მეტყვით იმ პირველი ცოლის სახელს. გამოგიჭირე? შენ გნახავ ერთი პერიოდი. საპატრიარქოში მე შენზე საჩივარ შევიდა. ეხლა ვნახოთ რას ასწავლის მართლმადიდებლური გადმოცემა ამასთან დაკავშირებით. და რას გვასწავლის ბატონი ივერი მერკულაძე. ღირსის ეს არის იოსებ დამწინდელი, მართალი იოსებ დამწინდელი. ნახეთ ხატი მეგობრებო. მოხუცებულია იოსები, ხელში უჭირავს 2 მტრედი. ეს არის სიწმინდის სიმბოლო, განწმენდის სიმბოლო. ლევიანთან მიგეთ 2 მტრედი და 2 მტრები შეწირეს ტაძარში მე-40 დღეს. აი მართალი იოსები წვერებით მოხუცებული, რომ არის მოხუცი. და ეს ბიჭი ამტკიცებს, რომ მოხუცი არ არის. მართლმადიდებლური ის არის საიტი, ეს არის საპატრიარქოს საიტი, აგერ შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ. წავიკითხოთ.
ქრისტიანობის დღესასწაულის შემდგომ ეკლესია იხსენიებს მართალ იოსებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დამწინდველს, დავით მეფსალმუნეს და იაკობს, უფლის ხორციელ ძმას. წმინდა იოსებ დამწინდველი დავით მეფის შთამომავალი იყო. პირველი ქორწინებიდან მას 4 ძე და 2 ასული ჰყავდა. პირველი ქორწინებიდან მას 4 ძე და 2 ასული ჰყავდა. დაქვრივების შემდეგ წმინდანი კაცრი თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ქალწულების აღთქმა დადო, მღვდელმთავრებმა მისი მეურვეობა 80 წლის იოსებს მიანდეს. დავაკვირდეთ მეგობრებო, 80 წლის იოსებს მიანდეს. ნეტარ ანგელოზმა აუწყა, რომ ქალწული მარიამისაგან ძე ღვთისა უნდა შობილიყო და იგი შეიქმნა მოწმე მწყემსებისა და მოგვების მიერ ახალშობილი მესიის თაყვანისცემისა. ღვთისმშობელი და ჩვილი მაცხოვარი ჰეროდეს რისხვისთვის რომ განერიდებინა, წმინდანი ანგელოზის მინიშნებით მათთან ერთად გაიქცა ეგვიპტეში. აქ კი ხუროს შრომით არჩენდა ყოვლადწმინდა დედას და მის ღვთაებრივ ძეს. ბოლოს 100 წლის ასაკში იოსებ დამწინდველმა მშვიდობით შეხვედრა სული უფალს. ეკლესია მას მეორეჯერაც იხსენიებს მამამთავართა კვირიაკეს. ეს არის ოფიციალურად საპატრიარქოს საიტზე მეგობრებო განცხადება, რომ იოსები იყო 80 წლის. ეხლა 80 წლის მოხუცია რა არის. და მას ყავდა პირველი ცოლისგან 4 ვაჟი და 2 ასული. აქ წერია. კარგი, ამას არ ვენდობით და ეს ეხა ივერი შეიძლება თქვას, რომ ეს არ არის ავთენტური. წავიკითხოთ წმინდა მამა აი ეს არის მეგობრებო თეოფილაქტე ბულგარელი მათე სახარების განმარტება. ილია მეორე ლოცვა კურთხევით დაბეჭდილი, აი ეს გვანცა კოპრადაძეს თარგმნილი ძველი ბერძნულიდან. გვანცა კოპრადაძე მე მასწავლიდა სასულიერო სემინარ აკადემიაში. აგერ ილია მეორეს ლოცვა კურთხევით გამოცემული არის ეს წიგნი. შემიძლია რომ მოიკითხეთ ალილოში იყიდეთ. ხო. გვერდს გეტყვით ახლა. გადააგდო შმაკმა. როგორი მე ჯადოებს აკეთებენ იცით ეგენი საპატრიარქოში. რამდენჯერ გამიკეთეს მე მაგათ. თეთროშვილმა და ვიღაც კაპოსნებმა. აგერ ეს არის გეტყვით გვერდი 260-ზე ნახეთ რა წერია რასაუბრობს წმინდა ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი. წმინდა მამაა, ხო, აი რატო მოყავთ ეს განმარტები, მარტო ეს არ ლაპარაკობს ამას. აგერ ნახეთ 56 მუხლების განმარტება 27 თავის. აგერ ნახეთ რასაუბრობს. მარიამში იაკობისა და იოსეს დედაში მახარებელი ღვთისმშობელს გულისხმობს, რადგან იაკობი და იოსების შვილები იყვნენ მისი პირველი ცოლისაგან. რაო, პირველი ცოლისაგანო? მოიცა ერთი, აბა ერთი ეს ივერი მერკულაძე რას იცახის ერთი, აბა. ნახოთ ივერი მერკულაძე რას გადაგებს პირველი ცოლისგანო? აბა ბატონო ივერი როგორ გადაგებ თქვენ? და ნაგავსყრიდნენ იმ ადგილას და მე ნომერე ელენე დედოფალმა იპოვა ეს საფლავი და აღმართა ჯვარი. ამიტომ ძალიან ბევრი ლეგენდები, ძალიან ბევრი გადმოცემებია ისეთი, რომლებიც ნდობას წესით არ უნდა იმსახურებდეს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მითები და ლეგენდებით ნაქადაგები ქრისტიანობა შორს ვერ წაგვიყვანს. და სახარებაც ჩვენ უნდა წავიკითხოთ სახარებაში რაც წერია ის და არა აპოკრიფული გადმოცემები და ასე შემდეგ. აპოკრიფული გადმოცემებში იმდენი სისულელეები წერია, რომ შეიძლება გული გაგისკდეს უბრალოდ. თუნდაც ის რომ ღვთისმშობელი თურმე მეორე ცოლი იყო იოსების, რომ ეს კათოლიკების დაწერილი სისულელე, რომ ღვთისმშობელი მეორე ცოლი იყო, ეს სისულელი არის ხალხო? ორი მართალი ვერ იქნება ან საპატრიარქოს ტყუის, ან ეგ წვალებელი და ეგ ასწავლის ქრისტიანების ქრისტიანობას? მოსაკვეთია სასწრაფოდ თუ ეგ მართალია საპატრიარქოს ტყუისო. ერთი შეხედეთ მეგობრებო, სისულელი არისო, რომ ღვთისმშობელიო მეორე ცოლი იყო იოსებისაო. ხო არ მეშლება, აბა ერთი ახლიდან მოусმინო. მოიცა ერთი, აბა. ეს ვიდეო რატო წაშალე ბატონო ივერი? 16 ნოემბერს იყო გამოგზავნილი.
გამომიგზავნე სანდო ადამიანებმა და მე პირადად მოусმე და ჩანაწერები გავაკეთე და ჩემს გვერდზეც მაქვს, YouTube-ზეც მაქვს დადებული ეს. და სახარებაც ჩვენ უნდა წავიგეთ. მოусმინოთ აბა ერთი. სახარებაში რაც წერია ის და არა აპოკრიფული გადმოცემები და ასე შემდეგ. ნუ აპოკრიფული გადმოცემებში იმდენი სისულელები წერია, რომ შეიძლება გული გაგისკდეს უბრალოდ. თუნდაც ის რომ ღვთისმშობელი თურმე მეორე ცოლი იყო იოსების, რომ ეს კათოლიკების დაწერილი სისულელე. ბიჭო, რა თქვა უყურე. ღვთისმშობელი მეორე ცოლი იყო. ესო კათოლიკების მიერ დაწერილი სისულელი არის. ღვთისმშობელი მეორე ცოლი რო იყო, ბიჭო. იმიტომ დასჭირდათ რომ ღვთისმშობლის მარადქალწულობა გაეправებინათო, ბიჭო. არანაირად არ pravდება. მაგის თქმით რომ მეორე ცოლი არ იყო ღვთისმშობელი იოსების, მაგით მარადქალწულობა როგორ მტკიცდება, კაცო? რამხელა რაღაცას შეურაცხყოფას აყენეს ღვთისმშობლის მარადქალწულობას, ხალხო. იქნებ ცოლად არ ყავდა და უბრალოდ უვლიდაო. მეორე ცოლი ბერე, კაცო? მეორე ცოლი არ იყო ეს იძახის. და პირველი ცოლისგან თუ პირველი ცოლი არ ყავდა, ის 4 ვაჟი და 2 ძე, ვისგან ეყოლებოდა იოსებს? აბა დაფიქრდი. თან უყურე, მაგას არ ამბობს მარტო. იმასაც ამბობს რომ ტოლები იყვნენ. ეხა ნახე, ამბობს რომ იოსები ქალწული იყო და მას შვილები არ აყოლიაო. შეხედეთ ხალხო, რეებს ლაპარაკობს ეს წვალებელი. ვინ იყო ქრისტეს დები და ძმები, რომ ღვთისმშობელი მარადის ქალწული იყო, პროტესტანტებს რო ეკამათებოდნენ. რეალურად იოსების და მარიამის ორივე იყვნენ ქალწულები, დაძმასავით ცხოვრობდნენ ამაზე მეუშველები. იოსები და მარიამიო ქალწულები იყვნენო. დაძმასავით ცხოვრობდნენო. აჰა, გავამეორებ, სამჯერ გავამეორებ. რომ კარგად მოусმინოთ. ქალწული ნიშნავს რომ შვილი არ ყავდა. და მეორე ცოლიც არ იყო მარიამიო იოსებისო. დაძმასავით ცხოვრობდნენ ამაზე მეუშველები. დაძმასავით ცხოვრობდნენ. თავისი წყაროები, თავისი დამამტკიცებელი. აგენახეთ. რომ ღვთისმშობელი თურმე მეორე ცოლი იყო იოსების, რომ ეს კათოლიკების დაწერილი სისულელე, რომ გაემართლებინათ. კი ბატონო. ვინ იყო ქრისტეს დები და ძმები, რომ ღვთისმშობელი მარადის ქალწული იყო, პროტესტანტებს რო ეკამათებოდნენ. რეალურად იოსების და მარიამის ორივე იყვნენ ქალწულები, დაძმასავით ცხოვრობდნენ ამაზე მეუშველებელი სტატია დავწერე, თავისი წყაროები, თავისი დამამტკიცებელი. სადაგა ქივერი მერკულაძე წყაროები. საპატრიარქოში მე საჩივარ შევიტან, მამა დავით თავაძეს ვნახავ აუცილებლად. ნომერი მე არ მაქვს, მაგრამ ვიცნობ ხალხს რა სვანებს ვიტყვი და მომცემე და მივად აუცილებლად დავისვამ შენს საკითხ საპატრიარქოში. მე ხო რაღაცა განსხვავებული შეხედულება არ ვარ მართლმადიდებელი, მაგრამ ბიჭო, ჩემნაირ არა მართლმადიდებელს, შენაერს რომ მოусმეს, ჩემნაირ არა მართლმადიდებელი, მართლა არ გაუჩნდება სურვილი რომ მართლმადიდებლობა იწამოს. რეებს ლაპარაკობ, ბიჭო, ივერი. რას ლაპარაკობ, ბიჭო? რა მეორე ცოლი არ იყო ღვთისმშობელი იოსების. აბა ის 4 ვაჟი და 2 შვილი. ვისგან ყავდა? წმინდა მამას არ ემორჩილები, ამას არ ემორჩილები. საპატრიარქოს ილია მეორეს დადგენილი წიგს არ ემორჩილები და საპატრიარქოზე დაწერილი აი ინფორმაციას აყენებ ეჭქვეშ, სადაც წერია, რომ პირველი ქორწინებიდან მას 4 ძე და 2 ასული ყავდა და ის იყო 80 წლის. 80 წლის იყო. ან საპატრიარქოს ტყუის, ან ეს ნაძირალა. სასწრაფოდ მოვითხოვ რომ ეს ადამიანი გამოაგდოთ სასულიერო აკადემიის სემინარიის კედლებიდან. და ჩემნაირ ახალგაზრდებს კი ნუ ვაგდებთ იქიდან და ნეოსნაირ ძვირფას ადამიანებს. მე ბევრჯერ ჩამიწერია, მაგრამ ცუდად არ მithქვია ნეოზე არაფერი. მოწმეა ყავს, რომ მხოლოდ ერთადერთი სამხილი ჩავწერე YouTube-ზე ნეოზე, რომ ქადაგებს მეთქი მოეტოდოს სექტის ერებს და ამის დამტკიცება შემეძნე, მაგრამ ეგ ადამიანი ნეო ნუ რიყავთ. გარიყეთ ეს დამპალი ივერი მერკულაძე, მოაშორეთ საპატრიარქოდან. თიც იშვერს სხვაზე და ნეოს ძდებს ბრას რომ ღვთისმშობლის მარადქალწულობას უარყოფს, როცა თავად თავისავე სიტყვაში უარყოფს ღვთისმშობლის მარადქალწულობას და ეწინააღმდეგება ილიამ მეორეს, ჩვენი მამის, ქართულთა მამის დადგენილ წიგნებს და წესდებებს, რაც საპატრიარქოს საიტზე კითხულობს ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია. ეხლა გავაგრძელოთ კიდე რამხელა შეცდომას უშვებს ეს გარეწარი ვირთხა. მაცხოვარმაც უწოდა იქ ძაღლები სამარიტელებს, ხო? სამარიტელებს. ხო, ასე რომ მე არ მომეთხოვება მართლმადიდებელი არა ვარ, მე არ მომეთხოვება ცენზურის დაცვა და შემიძლია რომ ცუდი სიტყვებით ვიხმარო, ამ კუთხით კიდე რბილად ვიფარგლებ. გავაგრძელოთ ეხლა ნახეთ ეს ადამიანი რას ლაპარაკობს მართალ სიმეონზე. ხო, ძალიან გაინტერესებთ. მართალი სიმეონი, მიმრქმელ სიმეონზე. ტაძარში რომ მიიყვანეს მარიამი, გახსოვთ? და სიმეონ მიმრქმელმა რომ აიყვანა ხელში. აი იმ სიმეონზეა საუბარი. ნახეთ? ფაქტებით არანაირი მოხუცებული იოსები არ ყოფილა. ნუ ამას
ხო, ეს წინაზე ამბობს კიდე არანაირი მოხუცებული იოსები არ ყოფილაო, ეს არ დაგვიმთავრებია, ხო, მოკლედ 80 წლის წერია და არანაირი მოხუცებული იოსები არ ყოფილაო იძახის ეს ადამიანი. რომელს დაუჯერო კაცო. აი, არა ვარ მართლმადიდებელი, ვაღიარებ კაცო, მაგრამ მიყვარს მართლმადიდებელი მამები. აი, ვინც არიან რა ეს როგორ გითხრა, მე ბერები, მეუფეები, ვის ცოტა აზზე არიან რაღაცებს. კი არ ძულს, მაგრამ ასეთი ადამიანი ბიჭო რო გეყოლებათ, ხდებო და მეუფეებო. აი ამას აწერინებთ ჩემზე ვიდეოს. ლევან პეტრიაშვილი ვინ არის? ჩემი გაცნობა არის, თით კაცო, ესეთი რთულია ჩემი გაცნობა. ყველამ გამიცნო თლიანმა საქართველოს და თქვენ გაგიჭირდათ გუდლებს და მეუფებს ჩემი გაცნობა? და ამ ივერი მერკულაძე სავალეთ რომ ჩემზე ვიდეო ჩაწეროთ. მე არ ამგონია ეს მეუფეს გაეკეთებინა, იმიტომ რომ მეუფე რო დაივალებინა, მე დამირეკავდა მეუფე აბსოლუტურად და მეტყოდა რომ ლევანა შენზე ეს ლაპარაკობენ და მოდი და გავარკვევთ რატო დებ ამ ვიდეოს. ან საერთოდ კურთხევის გარეშე რატო დადე, ხო? იმიტომ რომ ეს კურთხევის გარეშე ლაპარაკობს, ამას კურთხევა ვიმისა რომ ესე იტლიკინოს. თან მე უამრავ შეცდომას აკეთებ. სამების დოგმაცაც არასწორად ხსნის. კაცის ძეზე იძახის რომ ზენაის ღმერთი იყო. ეს ძალიან დიდი ტავტოლოგიური დამახინჯება თეოლოგიური სტრიქონების. თუნდაც მე ვარ რო იძახის, ეხი ხა შერეხი, ეხ მე ვარ არ ნიშნავს. გამოსვლა 314-ში ვერ ნახავ ეხი ხა შერეხი ეს. ხო, შეურაცხყოფა არ შეიძლება, მაგრამ ემოციურ ფონზე რაც ეხა მე მაგისგან მოვისმინო, ღვთისმშობელი მეორე ცოლი არ იყო იოსებისო. ღვთისმშობელიო. აბა 4 შვილი და 4 ვაჟი და 2 გოგო ვისგან ყავდა? პირველ ცოლს რა ერქვა? ვისგან ყავდა? ერთი ნახე კიდე, აი უბრალოდ შეხედე კიდე რეებს ლაპარაკობს ეს აი აღარ მინდა ხა, აი აღარ ვიტყვი. იმიტომ რომ იმსახურებს რა, მართლა იმსახურებს ამ სიტყვებს ეს ადამიანი. იმდენი ვილაპარაკე აქ აღარ შეგაწყენთ. ამიტომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ესეთი გადმოცემით, ესეთი მითებით და ლეგენდებით არ უნდა ვიხემძღვანელოთ. ბიჭო, ეხა ვინც ახართ რა, ირაკლი, მამუკა, გიორგი, თამარი. მითები და ლეგენდები არის, რომ ღვთისმშობელი მეორე ცოლი იყო? ეს მითები და ლეგენდებია ხალხო, რომ ღვთისმშობელი მეორე ცოლი იყო იოსებისა? და ეს არის კათოლიკების დაწერილი სისულელე ხალხო? ეს ბიჭი ამას ლაპარაკობს, ხო არ მესმის, ხო არ ყურები ხო არ დამებინდა თუ გამოშტერია. მართლა ამას ლაპარაკობს ეს ბიჭი? ხო მაგას ლაპარაკობს არა, რა ვიცი. რომ მეორე ცოლიო ესა კათოლიკების შეთხნილი სისულელი არის. ეხა ნახე კიდე. ისევე როგორც 360 წელი იცოცხლა თითქოს სვიმეონ დამწინდველისა, სვიმეონ მირქმელმა და ასე შემდეგ. ვერანაირად სვიმეონ მირქმელი ვერ თარგმნიდა სეფტუაგინტას იქიდან გამომდინარე, რომ სეფტუაგინტაში უბრალოდ ორიგინალ ტექსტში წერია ბეთულა. რაო? და არა ალმა. ბეთულა ნიშნავს ახალგაზრდა ქალს. ისედაც რა ბეთულა ახალგაზრდა ქალს ნიშნავს ბიჭო? ახალგაზრდა ქალი წერია. რა წერია ახალგაზრდა? ისაც ახალგაზრდა ქალი წერიაო და ბეთულა ქალწულს ნიშნავს. ვერ გავიგე, ერთი ნახოთ, აბა ერთი სიმონ მირქმეზია ხალხო საუბარი, აი მირქმას რო აღნიშნავთ ტაძარში, მართლმადიდებლ იმაზე არის საუბარი. სიმონ მირქმეზე, ნახეთ რეებს იძახის. ინდებით არ უნდა ვიხემძღვანელოთ. თავიდან ვამბობ. ისევე როგორც 360 წელი იცოცხლა თითქოს სვიმეონ დამწინდველისა, სვიმეონ მირქმელმა და ასე შემდეგ. მოიცა ერთ წუთი კაცო. სიმონ მირქმელმა 360 წელი რო ხო, მარად ქალწულობას აყენებს ეჭქვეში. სიმონ მირქმელმა რო 360 წელი იცოცხლა, საწერია კაცო. ერთი მოიცადე ჩავწერო. მოიცა ერთი. 360 წელი, მე ვიცოდი 300 წელი ვიცოდი, იქ თამარის ლაივში 300 წელი ვახსენე, 300 წელი მარტო ყავი ცოცხლოს მეთქი და არა სიმონი მეთქი, მაგრამ თურმე 360 წელი უცხოია, მაგრამ სად უცოცხლია 360 წელი, ხო? ერთი ჩავწერო მართალი სიმეონი, აბა საპატრიარქოს საიტი. აბა ერთი შევიდე. მართალი იოსებ დამწინდველი, არა ეს არა. აი აქ ამქონია გახსნა, მოიცა. წავიგითხოთ, აბა საპატრიარქოს საიტია, არ მეშლება, ხო ეს საიტია, შეგიძლიათ თქვენ ინტერნეტში გადაამოწმოთ კაცო. ღირს მირქმელი და ანა წინასამეტყველი, კარგი, 16 თებერვალს არის ხსენება. ღირსი სვიმეონ ღვთის მიმრქმელი იერუსალიმში ცხოვრობდა. ლუკა მახარებლის მოწმობით კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაი და მოელოდა ნუგეშინის ცემასა ისრაელისასა. მოელოდა, რაღაცას ელოდებოდა ეს კაცი ხალხო. და სული წმინდა იყო მასზე და ლუკას სახარების 2:25.
მის დაუწყებული იყო სულისგან წმინდისა, რომ არ მოკვდებოდა სანამ აღთქმულ მესიას განკაცებულ ღმერთს იესო ქრისტეს არ იხილავდა. ხო არ მეშლება, მართლა ეგრე ხო წერია კაცო. ესე იგი, არ მოკვდებოდა მანამდეო, სანამო არ იხილავდაო განკაცებულ ღმერთსო. მერე ძველი ისტორიკოსები გვაუწყებენ, რომ ეგვიპტის მეფე პტოლემეუს მეორე ფილადელფოსმა 285-257 წლებში, რომელიც ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე, ისურვა თავისი ცნობილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა წმინდა წერილების წიგნებით შეევსო. ამ მიზნით მან წიგნობრები მოიწვია იერუსალიმიდან წმინდა წერილის ბერძნულ ენაზე სათარგმნელად. ხედავთ მეგობრებო, თურმე ბიბლია პირველად რომელ საუკუნეში ითარგმნა ბერძნულად. მეორე საუკუნეში, ქრისტეს შობამდე. ალექსანდრიაში ჩასულ 72 სწავლულს შორის იყო მართალი სვიმეონიც. იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნის თარგმნიდა, როცა მივიდა ადგილამდე, ქალწულმა მუცლად იღოს და შვას ზე და უწოდოს სახელი მისი ემანუელ. 7:14. მან ჩათვალა, რომ დედანში შეცდომა იყო გაპარული და აპირებდა ქალწულის ნაცვლად დედაკაცის ჩაეწერა, მაგრამ ამ დროს ანგელოზი გამოეცხა და ხელი დაუჭირა და უთხრა: ირწმუნე და ამ სიტყვებისა და თავად დარწმუნდები მაგ ჭეშმარიტებაში არ მოკვდები სანამ არ იხილავ ყოვლადწმინდა ქალწულისგან შობილ ქრისტე მაცხოვარს. ამ დღიდან მოყოლებული სვიმეონი მესიის მოლოდინით ცხოვრობდაო. და ეს წერია ლუკას სახარებაში, საგერ მეორე თავის 25 მუხში წერია, რომ მოელოდა ნუგეშინის ცემასა ისრაელისასა. ელოდებოდა ამ დაპირებულს იმას, რაც ანგელოზმა აღუთქვა, რომ არ მოკვდები სანამ შენი თვალით არ იხილავ, რომ ქალწული გააჩენსო. და აქ სწორად წერია ებრაულში, მეგობრებო, ალმა ეს ბიჭი რო ბოდავს, ალმა ქალწულსაც გულისხმობს, გოგონასაც გულისხმობს, ახალგაზრდა გოგონასაც და გათხოვებულ ქალსაც გულისხმობს ალმა და ბეთულის, მეგობრებო, ორივე ებრაულ გაგებაში ნეტარი იერონიმეს ტრიდონელი საუბრობს ამაზე. ეხლა მოусმინოთ ბატონი ძე შეცდომილის, ბატონს აღარ უწოდებ, ბატონი აღარ არის უკვე, ძე შეცდომილის ცრულ სწავლებას ივერი მერკულაძეს. ნახოთ როგორ განგვიმარტავს ეს ამ ტექსტს, ამ ინფორმაციას იოსების. ხო, ის დამავიწყდა კიდე მე თქვა თქვენთვის, რომ იოსები არის ამ წერილის მიხედვით, ანუ ამ საპატრიარქოს იურისდიქციის მიერ გამოქვეყნებული გვერდის მიხედვით, იოსები ცოცხლობდა 360 წელს. აგერ წმინდა და მართალმა სიმეონ ღვთის მიმქმელმა 360 წელი იცხოვრა. მე-6 საუკუნეში მისი უხსნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. 360 წელი იცოცხლაო და ეს არ ვიცი რა დავარქვა რა. როგორ მოგმართოთ ივერი მართლმადიდებლობის მტერო შიგნიდან თვითონ აკადემიიდან შემართლმადიდებლობის მტერო შენა. არა მართლმადიდებელი რომ მართლმადიდებელს შენიშვნას გაძლევს არ გიტყდება? ბიჭო, ეს მე არ მევალდებულება ამ ყველაფრის საკითხვა რა. მართლა არ მევალდებულება. ეს იმიტომ კი არა რომ ვისწავლე იქა და დავამთავრე და რაღაცა შევაწოფა ის გული მატკინეს და წამოვედი. მართლა არ მევალება მე ამ ყველაფრის გასაჯაროება. შენ გევალებ ამ ყველაფერზე ისაუბრო და შენივე პირით გმობ იმას სადაც ხარ. რაც გიწერიათ საპატრიარქოში. არ გიტყდება რომ არა მართლმადიდებელი მართლმადიდებელს გამხელ? და შენ ჩემზე ლაპარაკობ რომ წვალებელი ვარ? ეხლა ნახოთ რა საუბარს ეს ბიჭი. ვერანაირად სიმეონ მირქმელი ვერ თარგმნიდა სეპტუაგინტას იქიდან გამომდინარე, რომ სეპტუაგინტაში, უბრალოდ ორიგინალ ტექსტში წერია ბეთულა. მოიცა, ეთება ორიგინალ ტექსტშიო წერიაო ბეთულაო და ვერანაირად ვერ თარგმნიდა სიმეონიო, ანუ ესე იგი აქ რაც დაწერეს რომ სიმეონ მართალი ღვთის მირქმელმა დაიქირავა პტოლემეოსმა რომ ეთარგმნა და ანუ ანგელოზის გადაწყვეტილებას აყენებს ეჭქვეშ, რომ დაავალა რომ არ მოკვდები მანამდე სანამ არ იხილავო შენი თვალით რომ ღვთისმშობელი ან ქალწული გააჩენსო ძესო. ამას შეიტანა ეჭვი, აი ხო არ მეპარება ის, რა ქვია, ხო რაღაც სხვანაირად ხო არ გავიგე. აბა ერთი გადავამოწმოთ თავიდან ჩავრთოთ. მოусმინოთ. სიმეონ მირქმელი ვერ თარგმნიდა სეპტუაგინტას იქიდან გამომდინარე, რომ სეპტუაგინტაში, უბრალოდ ორიგინალ ტექსტში წერია ბეთულა და არა ალმა. ბეთულა ნიშნავს ახალგაზრდა ქალს. მოიცა კაცო ერთი, აბა ერთი უნდა იმას აქვს რა. შევიდე ებრაულ საიტზე.
ან ებრაული საიტი არ გვინდა, ებრაული ბიბლია მაქვს. დამელოდეთ ერთი წუთი. ესე იგი, ვერანაირად ვერ თარგმნიდაო ხალხო. სვიმეონიო, სეპტუაგინტასო. იმ დროსო. იმიტომ რომ ალმა არ წერიაო, როგორ დაიცადე ერთი წუთი როგორ ამბობს? მოусმინო? ინდებით არ უნდა ვიხემძღვანელოთ. ისევე როგორც 360 წელი ცოცხლად ითქოს სვიმეონ დამწინდველმისა, სვიმეონ მიმრქმელმა და ასე შემდეგ. ვერანაირად სვიმეონ მიმრქმელი ვერ თარგმნიდა სეპტუაგინტას იქიდან გამომდინარე, რომ სეპტუაგინტაში, უბრალოდ ორიგინალ ტექსტში მოიცა კაცო სეპტუაგინტაში და ორიგინალ ტექსტში, რომ თუ სეპტუაგინტა როგორ იყო მაგის დროს ნათარგმნი კაცო? თუ უნდა ეთარგმნე ებრაულიდან, ესე იგი ებრაული ორიგინალიში ამბობ ხო? თუ რას ამბობ? ბეთულა. აჰა, ეხლა ბეთულა ებრაული სიტყვა არის და ბეთულა ბერძნული ხო არ არის რო იქ ეწეროს ხო? ანუ ბეთულა არის ებრაული და ნიშნავს ქალწულს. დიახ, მე რა გინდა რო თქვა? არა, ალმა, ბეთულა ნიშნავს ახალგაზრდა ქალს. ისედაც ახალგაზრდა ქალი წერია. მერე? ქალწული თელი ლეგენდა რა არის, რომ მოიცეთ, ისედაც ახალგაზრდა ქალი არ წერია კაცო. ებრაულ ტექსტში თუ ახალგაზრდა ქალი წერია და არა ბეთული, ქალწული, როგორ ვიძახი შენ და რომ იოსებსო ეჭუ შეეპარაო, რომ იქო ახალგაზრდა ქალი ეწერა და არა ქალწულიო და მოინდომა ქალწულის ჩაწერაო, ქალწულის მაგრად დედაკაცის ჩაწერაო, ხო? მაგას ამბობ, დაიცა? არა, ეჭვი რომ ქალწული ეწერაო და ამოშლა უნდა ვამაზე ებრაელები ესე რომ ქალწული ეწერა და ამოშლა უნდა და ებრაელები დაგწინიან, ყვდებიან სიცილით, იმიტომ ებრაელებმა ძალიან კარგად იციან რა წერია ორიგინალ ტექსტში. კი. მოიცეთ, ებრაელები რატო დაგწინიან? იმიტომ ხო არ დაგწინიან, რომ იქ მართლა არ წერია ახალგაზრდა ქალი და უბრალოდ წერია ქალწული. ბეთულა არ წერია საერთოდ, კაცო და ბეთული ქალწულია, ხო? და შენი ძახი რომ ბეთული წერიაო და ეს არისო ახალგაზრდა ქალიო. ახალგაზრდა ქალი ბეთული არ არის. ახალგაზრდა ქალი, აი, ნახოთ როგორ არის ახალგაზრდა ქალი. ესე იგი, რამხელა ამპარტაუნებაში ეს ადამიანი თო. ახალგაზრდა ქალი. ახალგაზრდა ქალი, აგერ ნახეთ მეგობრებო, ვაფშე სხვა რაღაცა ეს ბეთული არ არის, მე ებრაული დამწერლობა ვიცი და აი ნახეთ როგორ იკითხება ესა. ცოღანი. ცეიღა, ხო, ცოღანი არის ეს ნ-ასოა. ცეიღა, ანუ ესე იკითხება ებრაულად ცოღანი. ახალგაზრდა ქალი და ბეთული ეს რო იძახის. ამასაც ნახავთ ახლა ჩვენ მეგობრებო რა წერია ებრაულ დედანში. მე წიგნიც ამაქვს თუ ამ საიტს არენდობით, ეს არის ოფიციალური ებრაული საიტი. თანახი არის მეგობრებო, ჩვენ გვაინტერესებს ესაიას 7:14. რომ ეს ტიპი ეს ბიჭი ამტკიცებს, რომ იქ თურმე ალმა კი არ წერია, არამედ ბეთული წერია. ესაია, ეს არის ესაია. თან საერთოდ იცის ამ ბიჭმა ებრაული, ეგეც საინტერესო არის რა. 7:14. აჰა. საერთოდ თუ იცის ებრაული დამწერლობა. აი 7:14. ესე იგი, მოდი ჯერ ჩვენ მოусმინოთ ბატონ ივერის. აი ეს არის 7:14, აი ეს არის. და აქ არ წერიაო აქ წერია ბეთული და არა ალმა, არა და ალმა წერია, აგ ეს სიტყვა ალმა არის. აბა გადავამოწმოთ თუ არ ვწდები. ნახოთ აბა ერთი რას იძახის, კარგად მოусმოთ, იმიტომ რომ თითოეული სიტყვა უნდა გაიშიფროს ეს, იმიტომ რომ საპატრიარქოსაც მოუწევს ამ ყველა თითოეული სიტყვის განხილვა. ამოშლა უნდა და ვამაზე ებრაელები ესე რომ ყვებით, ებრაელები დაგწინიან, ყვდებიან სიცილით, იმიტომ ებრაელებმა ძალიან კარგად იციან რა წერია ორიგინალ ტექსტში. ორიგინალ ტექსტში არ წერია ქალწული. ორიგინალ ტექსტში წერია ახალგაზრდა ქალი. მაგრამ იოანე ოქროპირი ამბობდა, კი ბატონო, ახალგაზრდა ქალი წერიაო, მაგრამ მაშინ თვითონ იუდეველებმა მითხრან, რომ რასასწაული იქნება, ახლა თვითონ მოგცემს უფალი ნიშანს, ახლა ქალწული მუცლად იღებს და შობძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს, რომელსაც თარგმანებით ჩვენთან არ ღმერთია. მოიცა კაცო ერთი, რა ოქროპირი იძახის მაგას როცა. სად იძახის ოქროპირი მაგას? ეგ იძახის ბასილი დიდი. ესაა წინასწარმეტყველის განმარტებაში. სხვათა შორის ედიშე ჭელიძეს თხოვე მე, რომ 3 წელი ვი არის მაგის კათედრაზე სასულიერო აკადემიის სემინარში. თხოვე რომ ესაიას მეთქი, ბასილიდის ესაის განმარტება თარგმნოთ მეთქი და გამიცინა ის და გავიდა ოთახიდან, კაბინეტიდან. ამ ციტატებს მეგობრებო, იოანე ოქროპირი არ ამბობს, ამ ციტატებს ამბობს წმინდა ბასილიდი და წავიკითხავ.
იუდეველები 70-თან თარგმანს ბასრობენ და ამბობენ, რომ იუბრაულში წერია არა ქალწული, არამედ ყმაწვილი ქალი. სინამდვილეში იმავე სახელით შესაძლებელია მოიხსენიო მხოლოდ მოზარდი გოგონა და არა გაუთხოვარი ქალი. მათთვის გასაცემი პასუხი საკმაოდ ხელსაყრელია და თავისთავად არის ბზა. თუ კი ნიშანი რაღაც გასაოცარი და კაცთა ჩვეულებრივი წესისგან განსხვავებული რამაა, მას განა საკვირველია, რომ მრავალ დედაკაცთაგან ერთ-ერთს ქმართან თანამცხოვრებს ძე შესწენოდა, ან როგორ უნდა დარქმეოდა ხორციელი გულითმით მშობელს ემანუელი. ამიტომაც თუ ღვთისაგან ბოძებული ნიშანია, შობაც არაჩვეულებრივი იქნება. საპირისპირო შემთხვევაში კი ნიშანსაც თუ დაარქმევ. მას და არც ემანუელი უწოდო, ვინაიდან შობელი რომ ქალწული არ ყოფილიყო, სასწაულის არსი რა იქნებოდა? და თუ შობა ღვთაებრივად სხვებისგან განსხვავებულად არ აღესრულა, რატომ არის ეს ემანუელის მოსვლა? როგორ შეიძლებოდა ხორციელი ნებისგან დაბადებულს ემანუელი წოდებოდა? ამას ამბობს ბასილი დიდი მეგობრებო. და არა ივანე ოქროპირი. და ერთი ის მაინტერესებს ტექსტში თვითონ ებრაულ ტექსტი საერთოდ წაკითხული აქვს ამ ადამიანს, რო იძახის. აი, მოდი თავიდან დავიწყოთ რა და კარგად მოусმინოთ, რომ რამე არასწორად არ დავაბრალოთ ამ ადამიანს. თულა და არა აბსოლუტელები წერია, რომ შეიძლება გული გაგისკდეს უბრალოდ. თუნდაც ის რომ შობელი თურმე მეორე ცოლი იყო იოსების, რომ ეს კათოლიკების დაწერილი სისულელე, რომ გაემართლებინათ თუ ვინ იყო ქრისტეს დები და ძმები, რომ შობელი მარადის ქალწული იყო პროტესტანტებში. ბიჭო, ამხელა რაღაცებს. იოსების და მარიამიც ორივე იყვნენ ქალწულები, დაძმასავით ცხოვრობდნენ, ამაზე მეუშველებელი სტატია დავწერეთ. ქალწულები თავისი დამამტკიცებელი ფაქტებით არანაირი მოხუცებული იოსები არ ყოფილა. ნუ ამაზე ეს იმიტომ განახებთ, რომ ზოგი ისმენაშია. ხო, ნუ მოკლედ, ქალწული ყოფილა იოსები მეგობრებო და მარიამი რო ყავდა, დაძმები ვიცხოვრობდნენ და თურმე ის 4 ვაჟი და 2 გოგო ხაერზე ყოლია რა. ხაერზე გაუჩნდა, იმიტომ რომ იოსები მარიამი მეორე ცოლი არ იყო. იმდენი ვილაპარაკე აქ აღარ შეგაწყენთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ესეთი გადმოცემით, ესეთი მითებით და ლეგენდებით არ უნდა ვიხემძღვანელოთ. მარიამის მანათქალწულობის იდეა დააყენა ეჭქვეშ. აი ამ ადამიანმა. ისევე როგორც 360 წელი იცოცხლა თითქოს სვიმეონ დამწინდველმისა, სვიმეონ მიმრქმელმა და ასე შემდეგ. ვერანაირად სვიმეონ მიმრქმელი ვერ თარგმნიდა სეფტუაგინტას იქიდან გამომდინარე, რომ სეფტუაგინტაში, უბრალოდ ორიგინალ ტექსტში წერია ბეთულა და არა ალმა. მოიცა კაცო, მოიცა ერთი წუთი რა. რა ბეთულა წერიო? რა ბეთულა წერია კაცო? აბა ნახე. ეს არის ესაიას 7:14, აი ხალხო. ბეთულა არ წერია ხალხო, წერია ალმა. ეს კიდე იძახის ბეთულა წერიაო და არა ალმაო, არა და ალმა წერია. აი ალმაო. მოდი იცი როგორ გავაკეთოთ? მე მაქვს ებრაული ბიბლია. აი ებრაული ბიბლია რა, თუ საიტებს ვინმე არენდობა, მოდი აქედან წავიკითხოთ. თვითონ რა წერია ებრაულად და ბეთული წერია თუ ალმა წერია, მაგასაც დაგანახეთ. უბრალოდ ეს ხომ მოისმენთ ეს ვიდეო და აფიქსირეთ, რომ ამ ვიდეოში იძახის, რომ ორიგინალ ტექსტში ბეთული არ წერიაო. უბრალოდ ბეთულა წერიაო და არა ალმაო. აი ნახეთ. რომ სეფტუაგინტაში, უბრალოდ ორიგინალ ტექსტში წერია ბეთულა და არა ალმა, ბეთულა. კარგი. ბეთულა წერია და არა ალმა. მე ორჯერ გავაკეთოთ არა აქვს მნიშვნელობა, მე არ მეზარება. მოდი ჩავხედოთ აბა ერთი რა წერია ორიგინალში. ხავე მეგობრებო დამელოდეთ. ნატა. კარგით. ორიგინალი გადავშალოთ, ორიგინალი ბიბლია და ებრაულში რა წერია? ბეთულა წერია თუ ალმა წერია? ჯერ მოვძებნო ერთი რაღაცა. და მე მგონი არ გაგრთულდება. ხო. ორიგინალი ტექსტი ებრაული.
აი ეს არის მეგობრებო, ის ჩავნიშნე მე. ესაია. ეს არის ესაია 7:14. ებრაული ბიბლია არის ეს. აი მე-7 თავი მე-14 მუხლი. მე-14 სადახარ მე-14. აი რა წერია, მოდი წავკითხოთ, მაგრამ მეგონი ებრაული კითხვაც არის. მე ვსწავლობ მეგობრებო, იცი თქვენ რომ ებრაულ სამონებს კითხულობ და ტექსტებს ებრაულად და ვცდილობ რომ შევისწავლო კარგად ესე. დავიწყოთ. ლახენ გითენ ადონაღი ხუ ლახენ ოთ ხინე ჰალმა წერია. ჰალმა ხარა ვაგიოლედეთ ბენ ბეკარატ შემო იმანუელ. იმანუ ნიშნავს ჩვენთან. 45 სამონია ებრაული, იქაც იმანუ ასე წერია. იმანუელ. თუ ნახავ აქა, დიდ დროს თუ არ დაგვართმევს, განახებთ 45 სამონში არის იმანუელ. ამას მე განახებთ, მაშინ აღარ წავიდეს. ნუ მოკლედ ტექსტი წავიკითხეთ, რომ აქ წერია მე-14-ში წერია ალმა. და ეხლა მოусმინოთ იმ ბიტს და შემდგომ ამას კიდე ჩავუთავ. მოусმინოთ იმ ბიტს. ივერის ბატონ ივერის მოусმინოთ. დააკოპირე და გვითარგმნევ. კი ბატონო, მივალ მამუკ რას ნიშნავს ბეთულა? ეხავე, უბრალოდ ტექსტს მოусმინოთ რა, იმიტომ რომ რაღაც წყულად არ დავაბრალო ამ ბიტს. კიდე გავამეორებ რა. წერია ის და არა აპოკრიფული გადმოცემები და ასე შემდეგ. ნუ აპოკრიფული გადმოცემებში იმდენი სისულელები წერია, რომ შეიძლება გული გაგისკრთულა და იმდებით არ უნდა ვიხემძღვანელოთ. აბა ნახოთ რა სამ. ასე ისევე როგორც 360 წელი ცოცხლად ითხოვს სვიმეონ დამწინდველისა, სვიმეონ მიმრქმელმა და ასე შემდეგ. ვერანაირად სვიმეონ მიმრქმელი ვერ თარგმნიდა სეფტუაგინტას იქიდან გამომდინარე, რომ სეფტუაგინტაში, უბრალოდ ორიგინალ ტექსტში წერია ბეთულა. ბრავო. და არა ალმა. ბეთულა ნიშნავს ახალგაზრდა ქალს. ისედაც ახალგაზრდა ქალი წერია. და ქალწული მთელი ლეგენდა რა არის, რომ შეიპარა ეჭვი, რომ ქალწული ეწერაო და ამოშლა უნდა და ვამაზე ებრაელები ესე როყვებით, ებრაელები გავცინიან, ყვდებიან. დასაცინი არა ხარაბა რა ხარ კაცო. წერილშიო ბეთულა კი არ წერიაო. უბრალოდ ალმა კი არ წერია, ბეთულა წერია. ხო მაგას იცახის მართლა. რომ ირეკავ, ხო ხედავ რომ არც არია. ნახე უყურე. ნახე. ამოშლა უნდა და ვამაზე ებრაელები ესე როყვებით, ებრაელები გავცინიან, ყვდებიან ეთქოს სვიმეონ დამწინდველისა, სვიმეონ მიმრქმელმა და ასე შემდეგ. ვერანაირად სვიმეონ მიმრქმელი ვერ თარგმნიდა სეფტუაგინტას იქიდან გამომდინარე, რომ სეფტუაგინტაში, უბრალოდ ორიგინალ ტექსტში წერია ბეთულა და არა ალმა. ორიგინალ ტექსტში წერია ბეთულაო და არა ალმაო. აგერძბაო მეგობარო. ორიგინალი ტექსტი არის 14. საწერია აქ ბეთულა, მთლიანად წავიკითხე ტექსტი ალმა წერია, რა ბეთულა წერია. შენ ხო არ გაჟრიელიც. ჰა? ხო არ გიჟუჟუნებ შენ. გავაგზავნოთ ერთი კიდე ეს რესკრეხელებს. ბეთულა ნიშნავს ახალგაზრდა ქალს. ისედაც ახალგაზრდა ქალი წერია. არა, ბეთულა ახალგაზრდა ქალს არ ნიშნავს. ბეთულა ნიშნავს, მოდი დავაკოპირო და ნახოთ რას ნიშნავს ბეთულა, ესე ჯობია. ნუ მოკლედ ამ წიგს დავხურავ ახლა მე მეგობრებო ებრაულ ბიბლიას. და პირდაპირ გადავალ უკვე წყაროზე. ანუ ბეთულა ნიშნავს ახალგაზრდა ქალს. აბა ნახოთ ებრაულად ბეთულა რას ნიშნავს. ეს არის ალმა და ბეთულა წერია მოდი ორივე ჩავაგდოთ, იმიტომ რომ
ეს არის ალმა. ჩვენ გვინდა საიძე ბეთულა. ანუ მოდი ჯერ ალმა ვთარგმნოთ რას ნიშნავს. 7-14. აი ეს არის ალმა. როიძახის ალმა ნიშნავს ახალგაზრდა ქალს, ხო? აბა ნახოთ რას ნიშნავს ალმა. ვა, ალმა ნიშნავს ქალწულს. ანუ მოიცერეთ კაცო. ესე იგი ესაია 7-14-ში თუ ალმა ქალწულად არის თარგმნილი, მაშინ რაღა უნდა გაკვირებოდა იოსებს, ის რასაც არ იყო გასაკვირი, ხო? რა უნდა გაკვირებოდა? სიმოს, თუ ისედაც ქალწული წერია. აგერ მეგობრებო 7-14-ია ესაია წინასწარმეტყველის თარგმნე გუგლში და ალმა მითარგმნა როგორც ქალწული. აბა რა პრეტენზია აქვს ამას ვერ ხვდები. და ეხა ბეთულზეც გეტყვით, კაცო, ბეთული წერია რებეკაზე, რომ ის იყო ბეთულიო, ანუ ქალწული ნიშნავს ბეთულიო და ახალგაზრდა ქალი ნიშნავსო ალმასო. ალმაც არ ნიშნავს ახალგაზრდა ქალს. რას ერჩენ ებრაელები? იმიტომ დაგწინენ ებრაელები, რომ არ წერია ძმო ის რასაც შენაბო. ხო, აი უყურე ქალწული როგორ იწერება. აი ბეთულა ესე იწერება ბეთულა. აჰა, ესე იგი ესეც და ესეც. აქაც ქალწული წერია, ესე იგი ალმაც და ბეთულაც ორივეს მითარგმნის ქალწულს. და ეხლა ნახეთ სასწაული გინდათ გაჩვენოთ. ბეთული და ალმა რო ავიღოთ, როგორც ეს ბიჭი ლაპარაკობს და ჩავწეროთ Google-ის თარგმანში, ნახეთ ხალხო რას მიგდებს და დღეს მინდა ძალიან საინტერესო სასწაული განახოთ თვითონ ამ ინტერნეტისაც და საერთოდ ღვთის სასწაული რაც მოხდება აქ. აი ნახეთ. ქალიშვილობა, ქალწულობა ერთ და იგივე არის. ხედავთ მეგობრებო. ხედავთ რა ხდება. მოკლედ კარგი. ეხლა მოდი ისე გავაკეთოთ, რომ პირიქით გავაკეთოთ. ქართულად ჩავწეროთ ქალწული რას ნიშნავს? ებრაულად. აგერ ნახეთ მეგობრებო როგორ თარგმნა. ბეთულა. ხედავ როგორ თარგმნა ქალწული, ბეთულა. და ალმას და ბეთულაც ორივე არის ქალწული. ამიტომ რა უნდა გაკვირებოდა იასებს რომ არ ეწერა? რატო უნდა გაკვირებოდა ის რაც არ ეწერა? წერია ქალწული და რა უნდა გაკვირებოდა? და ეს ბიჭი იძახის რომ დააბრალესო, ერთი მოусმინოთ კარგად კიდე რას იძახის. თავინა ჩავთო და მოусმინოთ. და თითოეული სიტყვა გავიგოთ. რა უნდა ერთი ამ ადამიანს რა აწუხებს? ქალწული მთელი ლეგენდებით არ უნდა ვიხემძღვანელოთ. თავიდან დავიწყოთ. ისევე როგორც 360 წელი ცოცხლად იყო სვიმეონ დამწინდველისა, სვიმეონ მიმრქმელმა და ასე შემდეგ. ვერანაირად. მამუკ ჩემი ხმარის მის? ჩემი ხმაღარის მის? ჩემი ხმა ისმის? მომწერეთ რა. მიმრქმელი ვერ თარგმნიდა სეპტუაგინტას იქიდან გამომდინარე, რომ სეპტუაგინტაში, უბრალოდ ორიგინალ ტექსტში წერია ბეთულა და არა ალმა. ხო გაიგეთ თემო, ბეთულა წერიაო და არა ალმაო. ორიგინალ ტექსტში, ორიგინალი ტექსტი არის აი ეს მეგობრებო. აგერ ნახეთ რა წერია. ალმა წერია და არა ბეთულა. კაი, მაგას თავი დავანებოთ, კაცო, შეიძლება ეს ტავტოლოგიური შეცდომარი და ეპატიება ადამიანს, მაგრამ გავაგრძელოთ მე რას გვთავაზობს, ანუ რას ამბობს ეს ადამიანი. ბეთულა ნიშნავს ახალგაზრდა ქალს, ისედაც ახალგაზრდა ქალი წერია. ბიჭო, ბეთულა ნიშნავს ახალგაზრდა ქალს და ისედაც ახალგაზრდა ქალი წერიაო. რანაირად, მოუ, რანაირად. ბეთულა თუ ნიშნავს ახალგაზრდა ქალს და ისედაც ახალგაზრდა ქალი წერია, ბეთულა არ წერია და ალმა წერია. და ბეთულა ახალგაზრდა ქალს როგორ ნიშნავს? თუ ქალწულს ნიშნავს. და ნეტარი ერონიმეს ტრედონელის განმარტებობა, სადაც ასაბუთებს, რომ ალმაც და ბეთულიც ორივე არის ქალწული. ერთი მოусმენ ბოლომდე და მე ამას აუცილებლად გეტყვით. ქალწული, მთელი ლეგენდა რა არის, რომ შეეპარა ეჭვი, რომ ქალწული ეწერაო და ამოშლა უნდოდა. ამაზე ებრაელები ესე რო ყვებით, ებრაელები
ესე იგი ლეგენდა ყოფილა თურმე რომ სიმონს უნდოდა ეგ თარგმანი ხალწულის მაგივრად დედაკაცი დაეწერა. ახალგაზრდა ქალი და ეს ყოფილა ლეგენდა თურმე არა ან მართლმადიდებლობა ლეგენდაზე ყოფილა აგებული მაშინ. ღვთისმშობელი გადათარგმნე რა. ის მუხლი დამოუწდა ალმა რებეკაზე რო წერია 26-ე ის იყო ხო მუხლი მამუკაბა შემახსენეთ რებეკაზე ხალწული რო წერია. ეგ გამომივარდა. ხო მაგასაც შევალე ხა. რებეკაზე რო წერია ხალწული იყო 26-ე თავია დაბადების ხო? შევალეხავე დამელოდეთ მეგობრებო, ესე იცის ხოლმე რა როცა არჩევ რაღაცას, თითოეულ სიტყვას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობაა, რომ ჩაუღრმავდეთ. დაბადების 26-ე თავია, მე ესე მახსოვს, ნეტარი ეროვნებისტრიდან როდესაც მოყავს ეს, მიზა მართლმადიდებელი მამა არის. აი 26-ე. რებეკა. ვინაიდან ფრიად შვენიერი იყო. რებეკა. 26-ე. 21. უпростորად შემეშალა 21-ე თავი ყოფილა ეს. მუხს ეხლა ვნახავ. ეხლა ვნახავ მუხს. დაბადება 21-ე თავი. დაბადება 21-ე თავი, უნდა ნახოთ ჩვენ რომ რებეკაზე წერია ბეთული. და მუხლი როგორ დამოუწდა. მუხლი დამოუწდა, რომელი მუხლი იყო? აჰ რას აყენებს ეჭქვეშ, რომ მარად ქალწულობას აყენებს ეჭქვეშ. კი, როცა მაგას ლაპარაკობს ეგრე არის. მეორე ცოლი არ იყო ღვთისმშობელი იოსების. აბა 4 შვილი და 4 ვაჟი და 2 გოგო ვის გაყავდა იოსებს? თან 80 წლის არ იყო, მოხუცი არ იყო. ვერ ვნახე ისა რა, საწერია რებეკაზე რომ ის იყო. ახალგაზრდა ქალი რო წერია. ადაკი ყრმა 18 მუხლი არის თუ რაღაც როგორ იმას მექნა. ვერ ვიცი. ნუ მოკლედ რაც არის ამას მე მოვძებნი. გავაგრძელებთ ეს ბიჭი ასამბლეს. გავწინია ყდებიან სიცილით, იმიტომ ებრაელებმა ძალიან კარგად იციან რა წერია ორიგინალ ტექსტში. ორიგინალ ტექსტში არ წერია ქალწული. ორიგინალ ტექსტში წერია ახალგაზრდა ქალი. მაგრამ იოანე ოქროპირი ამბობდა, კი ბატონო, ახალგაზრდა ქალი წერიაო, მაგრამ მაშინ თვითონ იუდეველებმა მითხრანო, რასასწაული იქნება, ახლა თვითონ მოგცემს უფალი ნიშანს, ახლა ქალწული მუცლად იღებს და შობძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელ, რომელსაც თარგმანებით ჩვენთან არ ღმერთია. ეს ლეგენდა იმაზე არის, რომ ეწერაო ქალწულიო და ამოშლა უნდაო და ახალგაზრდა ქალი უნდა დაეწერაო და ხელი შეუჩერაო და ტექსტში თვითონ ისედაც ახალგაზრდა ქალი წერია. ალმა არ წერია, ალმა არის ქალწული, ბეთულა წერია და ბეთულა ვინც ებრაული იცის? ალმა ქალწული არისო და ბეთულა წერიაო. მოიცა როგორ ამბობს? წერაო და ხელი შეუჩერაო და ტექსტში თვითონ ისედაც ახალგაზრდა ქალი წერია. ალმა არ წერია, ალმა არის ქალწული, ბეთულა წერია. ალმა არ წერიაო, ალმა არის ქალწულიო და განახეთ ხო, რომ ალმა წერია. 7-14-ში. ისედაც ალმა წერიაო და რაღა უნდა იმას ეკნაო. ალმა წერია ხალხო. აი ნახეთ.
და ალმა არის ქალწულიო. დააკვირდით მაგის ბოდოებს. ალმა ქალწული არისო. და ისედაც ქალწული წერიაო და რაღა უნდა იმას ეკნოთ დაიმატებინოთო. ესე იგი, ესაია 7:14. აჰა. არა, ალმა წერი. ალმა თუ ქალწული არის, პირდაპირ ქალწული გეწერია და რა შუაშია ბეთული აქ. ხო. გადაშალი და ნახე თუ ეხა იტყვის, ნახე. წერია და ბეთულა, ვინც ებრაული იცის, გადაშალოს ესაია 7:14 და ნახოს რა წერია. ორიგინალში წერია ბეთულა და აჰა, 7:14 გადავშალე მეგობრებო. და ორიგინალში 7:14-ში არ წერია ბეთულა, არამედ წერია ალმა. და თუ ალმა ქალწული არის, აბა რაღაც ვერჩით იოსებს. სწორად უთარგმნია მაშინ, რაღაც უნდა შეშპაროდა ეჭვი. რებს ბოდავს ეს ადამიანი საერთოდ. თვითონ პართენოსი, რაც მე სეპტუაგინტაში აისახა, იმ გაგებით რომ ქალწული ესაც აღნიშნავდა ბოლომდე ქალწულს, იმიტომ რომ პართენოსიც ახალგაზრდა ქალს ნიშნავდა რეალურად. ეს უბრალოდ ღვთისმშობლის შემდეგ უკვე პართენოსი პირდაპირ იმშლობით დაიკია უკვე როგორც ქალწულის მნიშვნელობა, თორე რომ ნახოთ თქვენ ჰეროდოტეს და სხვა საეკლესიო მწერლების თხზულებები, იქ პართენოსი ერთმნიშვნელოვნად ქალწულს არ ნიშნავს, ახალგაზრდა ქალს ნიშნავს. ეხლა მე ვიძახი მეცნიერულად რაც არის და ეხლა მაგარი მეცნიერი ხარ, მაო, მაგარი. მოსმენა კი ბატონო, მოვისმინოთ მაშინ ზღაპრები. ზღაპრებ შენთონ ამბობ, რავი, რაც არ წერია იმას აი იძახე. ამაზე მინდოდა მესაუბრა, ამით ჩვენი სარწმუნოება, რაც უფრო გავაცნობიერებთ და რაც უფრო სწორად აღვიქვათ ყველაფერს, უფრო ცხოველი იქნება ჩვენი სარწმუნოება, ვიდრე და მითების და რაღაცა გადმოცემების არიზისკულების დევნით. ზოგი იმასაც იმაშება, აი რა დაწერა ქრისტემ ქვიშაზე, ზოგი ამბობს, რომ ცოდვები მეძაობაზე შეპყრობილი ხალი რომ იყვანეს. იმათი ცოდვები დაწერაო, ვინც მიუყვანაო და სახარებაში ეს რო საჭირო ყოფილიყო, დაგვიწერდნენ და გვეტყოდნენ, რომ იცი იმათი ცოდვები დაწერა. ამიტომ ჩვენ არ უნდა ვიორჭოფოთ და არ უნდა ვიმკითხაოთ რა დაწერა. ჩვენ უნდა მივყვეთ მკაცრად სახარების ტექსტს. რას მელაპარაკო? სახარების ტექსტით ჩვენ მივალთ ჭეშმარიტებამდე და სრულ გადმოცემებით, აპოკრიფებით და რაღაცა სისულელებით ვერაფერს ვერ გავხდებით. აი ამაზე მინდოდა მესაუბრა. მადლობა ყურადღებისთვის. ხედავთ მეგობრებო, დაჟე ჭკვაზეს დაგვარიგა დაგმოუწვარო თურმე ჩვენ ღვთისმო იესო რას წერდა მიწაზე იქ ჩვენი საქმე არ არის და ჩვენ გადმოცემებით არ უნდა და ხაზი გადაუსვა რასაც მართლმადიდებლობა საერთოდ ასწავლის ყველაფერს. აბსოლუტურად ყველაფერს ხაზი გადაუსვა. დაბადების 24 თავში უნდა იყოს ეს ქალწული. ხო, მე-14 მუხლია 24 თავის მეგობრებო. წეღანტყუილად გაგაწვალეთ. აი, აჰა. Young woman hash. მაწვილი ქალი, ერთი წუთი. მაწვილი ქალი 16 უნდა ვნახოთ 16. მე-16 მუხლი. ჰანუაღი ბეთული აი ვიპოვე ხალხო. მე-24 თავის ბეთულა აი აქ არის ქალწული. ახალგაზრდა გოგო ხანუაღი არის, აი ეს ხანუაღი ახალგაზრდა გოგონა არის და არის კიდე ბეთული, ქალწული. ეს არის რებეკაზე 24 თავია დაბადების მე-16 მუხლი. აი ესე ჩავაგდოთ ახლა ჩვენ ებრაულ თარგმანში. აი ესე. შეხედეთ ქალწული. ბეთულა, აი რო იძახდა ბეთულა. და ახლა შევადაროთ ესაიას 7:4-ში რაც ეწერა. დაბადების 24 თავის მე-16 მუხლი და ესაია წინასწარმეტყველის მე-7 თავის. უბრალოდ ეს ის არის რა. მე-14 მუხლი. ანუ ეს ებრაული ცოტა რთული ის არის. მე ხა რო ხვდები აქ მუხლებს, იმიტომ მეჭირს ასე ძებნა. თავიდან უნდა ჩამეწერა ეს აუცილებლად. მე-7 თავის მე-14 მუხლი. არა უშავა, მაინც ხომ მივაგენით. აი ეს არის მე-14 მუხლი. ესაიას მე-7 თავის. ცედა მეგობრებო.
იეჰოშუა ეს არა ესაია ხო ეს ეგარ ეს არის ჰალმა რაც წერია ორივე ერთად ჩავწეროთ და ნახოთ რას მივიღებთ Google-ში ქალწული. ხედავთ? ორივეზე მივიღეთ ქალწული. ამაზეც და ამაზეც და წინაზე გიორგის მამუკას ვანახე ორივეზე მითარგმნა ღვთისმშობელი. ქალწული და მე ეს წაშალა, ხედავ? საიტმა წაშალა. ეხლა ვიღაცები რეკავდნენ ტელეფონზე და გავუთიში. ხო, ნუ მოკლედ ნახე, ბეთულაც და ალმაც ორივე ებრაული ტერმინი ითარგმნება როგორც ქალიშვილობა და ქალწული. და არა ახალგაზრდა ქალი. ახალგაზრდა და ქალი არც ეს არის და არც ეს არის. მეგობრებო, მაშინ გვითარგმნით ახალგაზრდა ქალს. ახალგაზრდა ქალი როგორც ვთარგმნე, არის ცაღოვანი. აი ეს შეგიძლიათ კიდე თარგმნო, აი. აბა რებს ბუდავს ეს ახალგაზრდა ბიჭი მართლა რომ ბუდავს. ახალგაზრდა ქალი. აი ნახოთ როგორ გვითარგმნე. ცაღოვანი, აი ეს არის ახალგაზრდა ქალი. ცეიღა, ხო ესე იკითხება, უბრალოდ ცაღოვანი წერია. სად ეს და სად აი ეს ჰალმა, ანუ ბეთულა. და ამან იცის ებრაული და ამას საერთოდ ალაპარაკებთ ხო? თან სიმონ მირქმელიო 360 წელი ვერ იცოცხლებდა. ეჭქვე შაყენეს მართლმადიდებლური ეკლესიის გარდამოცემას და აგერ გიწერიათ აქ. აგერ გიწერიათ. ვიცა? აჰა. მართალმა სიმეონმა ღვთისმირქმელმა 360 წელი იცხოვრა. ანუ ეს რაც აქ დაწერეს ყველაფერი ზღაპრები და ლეგენდები ყოფილა და არ უნდა ვენდოთ და ეს ადამიანი ასწავლის სემინარ აკადემიაში. ეს ქლიავის ბაღში შესული. ხო, ეხლა რა გვინდოდა კიდე რა თემასთან გვინდოდა დაკავშირება? ხო, ალმა განვიხილოთ. აი ესაია 7:14 ნეტარი იერონიმეს ტრიდონელი რას ამბობს? ხო ძალიან გაინტერესებთ რომ ბეთულაც და ალმაც ახალგაზრდა ქალის და გოგონაც და ქალწულიც არის ერთი და იგივეო. ეს არის ესაა სამეთყულის განმარტება ლათინურ ენაზე. ნეტარი წმინდა იერონიმეს ტრიდონელი, რომელმაც პირველად თარგმნა ბიბლია მართლმადიდებელი წმინდა მამა. საით წავიკითხავ რას ლაპარაკობს. ელისო ყარაცხელიამ დაწერა განსხვავება ახალგაზრდა ქალსა და ქალწულს შორის. დიდი ქალბატონი ახალგაზრდა ქალმა რომ შოას, შვილი ეს ჩვეულებრივ მოვლენა, მაგრამ ქალწულმა რომ შოას ეს სასწაულია. ხო, გეტყვით ახლა ნეტარი იერონიმეს ტრიდონელი რას ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ის ებრაული იცოდა, ლათინური ენაზეც იცოდა და ბერძნულიც იცოდა კარგად. მაგან თარგმნა პირველი ბიბლია. ნეტარი იერონიმეს ტრიდონელმა. წმინდა მამა არის. მართლმადიდებელი მოიხსენებენ ეს მართლმადიდებელი. ქალწული ებრაულად იწოდება როგორც ბეთულა. მაგრამ ამ სიტყვებში მოცემული ალმა 7:14-ის განმარტებას აკეთებს ეს რომ იცოდეთ. ესაია 7:14-ის განმარტებას აკეთებს წმინდა იერონიმეს ტრიდონელი. ქალწული ებრაულად იწოდება როგორც ბეთულა. ებრაულად. მაგრამ ამ სიტყვებში მოცემული ალმა ესაია 7:14-ში, რომელიც სეპტუაგინტის გარდა ყველგან ნათარგმნია როგორც ახალგაზრდა გოგონა, უფრო მეტიც ალმა მათ შორის ორაზროვანი სიტყვაა. ხვდებით? ალმა მარტო ახალგაზრდა გოგონას არ ნიშნავს. რადგან ის ითარგმნება როგორც ახალგაზრდა გოგონა, ასევე დაფარულადაც. შუნამელი ქალი, რომელმაც დაკარგა ვაჟი, როდესაც ელისეს ფეხებთან დაემხო და გეხას მაუკრძალა ელისესთან მისვლა, წინასამეთყველისგან ისმენს შემდეგ სიტყვებს. დაეხსენი, რადგან სულ გამწარებულია იგი, უფალმა კი დამიმალა და არ უთქვამს. მეოთხე მეფეთას მეოთხე თავის 27 მუხში იგივე სიტყვა ალმა ნათარგმნია არა ახალგაზრდა გოგონათი, შუნამელ ქალზე, არამედ დაფარულზე, დამალულზე. რადგან ლათინურად ნათარგმნია რომ დამიმალე, ებრაულად წერია ჰელიმიმენი. ანუ ჰალმა ჰელიმ ფუძე ერთია. ამიტომ ალმა არა მხოლოდ გოგონა ან ქალწულია, არამედ ქალწულის გარდა დაფარულიც და საიდუმლოც არის, ანუ გადამალული, რომელიც არასოდეს ეჩვენება მამაკაცებს, არამედ დიდი სიფრთხილით იცავენ მისი მშობლები. აი ეს ალმა არ ნიშნავს რომ ის ახალგაზრდა გოგონა იყო, ან გათხოვილი გოგონა იყო, ან იოსებს იყო და ან ის იყო, ხო? ალმა არ ნიშნავს ახალგაზრდა გოგონას, ასე რომ ებრაელებმა ძალიან კარგად იციან, რომ ალმა
არ არის ახალგაზრდა გოგონა. ასე რომ იოსებს არაფერი არ გაკვირდებოდა, იქ გასაკვირი არაფერი არ იყო. რა უნდა გაეკვირა, რაც გასაკვირი არაფერი არ იყო, კაცო. თვითონ იციან ალმას ხმარობენ დაფარულ ქალიშვილად. აი, მშობლები რო გადამალავენ და მამაკაცს არ ანახებენ. ამას ქვია თურმე ალმა. მაგრამ ბეთული არის რებეკა, რომელმაც ნახა თავისი საქმრო და გაყვა. ეს არის ქალწული. მაგრამ ღვთისმშობელი არავის არ უნახია. მშობლებს გადამალული ყავდათ. ვიტყვი კი, მარადი, ვიტყვი იახვეზე რო თქვა ეს ალახიაო, ეგ საერთოდ ბომბა იყო ივერი მერკულაძემ, საერთოდ მთელი ქრისტიანობა დააყენა ეჭქვეშს. იახვე თუ ალახი არის, წარმოვიდგენიათ რომ იესო ქრისტე თუ იახვეა, იესო ქრისტე გამოიყვანა ალახის, ან საშინელება რაღაცები ვილაპარაკა. ან ის რო თქვა რომ ქრისტეო ტოლიკია უტოლებდა კი არაო, თვითონ იყო უზენაესიო და მაგას უწერიათ თავიანთ სახარებაში რომ კაცი ხარო და თავს ღმერთად მიხდიო და 5:18 ისიც ამბობს თავსო ღმერთო თავის მამას უწოდებდაო და უტოლებდაო ღმერთო თავსო. პირდაპირ ბერძნულ ორიგინალში ესე უსწორობდაო, უტოლებდაო. და ეს მეუბნება ეს თვიმერი მერკულაძე იმ ჩანაწერში რომ თავის კი არ უტოლებდაო, აბა ეხა რო ეთქვა უტოლებდაო, გამოდის რომ ვინ რა ერქვა იმ ღმერთს რომელსაც თავს უტოლებდა. დედა კითხვა რომ არ დამესო და ვერ უპასუხებდა მაგ კითხვაზე. ამიტომ თქვა რომ კი არ უტოლებდა, თვითონ იყო უზენაესიო. აზი ხარ ამ ხელამკრეხელობაში, ამ ხელამპარტაუნების მოდულში ეს ადამიანი რა. ერთი გავაგრძელებ ნეტარი იერონიმეს ტრედანოლის განმარტებას ესაიასთან დაკავშირებით. ამიტომ ალმა არამხოლოდ გოგონა ან ქალწული ითარგმნება, არამედ ქალწულის გარდა დაფარული და საიდუმლოდაც ითარგმნება. ანუ მამაკაცი ადამიანი ქალი, რომელიც გოგონა, რომელიც არასოდეს ეჩვენება მამაკაცებს, არამედ დიდი სიფრთხილით იცავენ მისი მშობლები. ასევე პუნიკურ ენაზე, რომელიც როგორც ამბობენ ებრაელთა წყაროებიდან მოედინება, ლათინურად ალ დუციტურ, მას ანუ ალმას სამართლიანად უწოდებენ ქალწულს. და მოდით გავიცნოთ ებრაელები ჩვენს ენაზეც. ალმას წმინდას უწოდებენ ებრაელები. ანუ ალმას დაჟე სხვა გაგებითაც ხმარობენ. არა მარტო ახალგაზრდა გოგონათი ან ქალწულად. ორნაირი და მრავალნაირი გაგება აქვს ალმას. რადგანაც ხო ალმას წმინდასაც უწოდებენ, რადგანაც რამდენადაც მე მახსოვს, არასოდეს წამიკითხავს ალმა გათხოვილ ქალად. თვითონ ნეტარი წმინდა იერონიმეს ტრედონელი ამბობს ამას. ენათ მეცნიერი. დამოსუს პირველმა რომის პაპა რო დაიქირავა, რომ ეთარგმნა ბიბლია, ებრაული ბიბლია და ლათინურ ენაზე. თვითონ ისიც ამბობს, რომ მე როგორც ებრაულის მცოდნესო, ალმა სიტყვა არ გამკირვებიაო, რომ ქალწული ეწერაო. ნახე? რამდენადაც მე მახსოვს, არასოდეს წამიკითხავს ალმა გათხოვილ ქალათო. ებრაელებში, არამედ ქალწულად წამიკითხავსო. ყოველთვის მაგას კი ციტირებდნენ, როგორც ქალწულათო. ასე რომ ებრაელები სამართლიანად დასცინდნენ მართლმადიდებლებს, რომელსაც აბრალებენ თითქოს სიმონმა რაღაცა იქ ალმა ქალწული არ ეწერაო და დედაკაცის ქალწული ეწერა და დედაკაცის ჩაწერა მოინდომაო. თუ ქალწული ეწერა, დედაკაცის ჩაწერა რაღაც უნდა მონდომებოდა, ხო? ან თუ ალმა ესე ესმოდა სიმეონს რომ ქალწულსაც ნიშნავს და ახალგაზრდა გოგონასაც ნიშნავს, რომელიც არ გათხოვილა, მაშინ რაღა უნდა დაეჭებოდა რომ ქალწული გოგო გააჩენსო, ხო? გასათხოვარი იყო და რატო არ უნდა გაეჩინო, ხო? და რატო უნდა მოიფიქრა ესეთი რაღაცა რომ დაეჭერა დედაკაცი. როცა ალმა დედაკაცს არ ნიშნავს. ალმა ნიშნავს, რომ აგერ წმინდა ნეტარი იერონიმეს ტრედონელი ამბობს, ქალწულს. ასე რომ ქალწული არა მხოლოდ ახალგაზრდა ასაკის ქალწულია, ანუ ახალგაზრდობაშია. რადგან შეიძლება მოხდეს, რომ ქალწული მოხუცი ქალიც იყოსო, ხვდებით? რას ამბობს ეს წმინდა მამა. მაგრამ ქალწული ქალიშვილობის ასაკში იყო. ანუ მოხუცებული შეიძლება იყოს, მაგრამ ასაკითო ქალიშვილი იყოს, რომელსაც მამაკაცი არ შეგვეცვნია. ან რა თქმა უნდა ეს ქალწული არა გოგონა და რომელსაც ჯერ არ შეეძლო მამაკაცის გაცნობა, არამედ უკვე გათხოვილი ქალიც იყოს. ხედავთ, წერილი ორნაირად ამბობს ალმაზე და ბეთულაზე, ორივეზე, რომ ეს შეიძლება იყოს გაუთხოვარი გოგოც და ეს შეიძლება იყოს უკვე გათხოვილი, ანუ დანიშნული გოგოც ებრაულ გაგებაში. ასე რომ მარიამი გათხოვილი იქნებოდა იოსებზე თუ გასათხოვარი იქნებოდა, ორივე ვარიანტში ალმას და ბეთულიც ნიშნავდა ქალწულს, რომ ის ჯერ კიდევ არ გაკარებია მამაკაცს. და ამტკიცებს ამ არგუმენტს წმინდა წერილიდან მეგობრებო ნეტარი წმინდა მამა იერონიმეს ტრედონელი. ან რა თქმა უნდა ეს ქალწული ან გოგონა, რომელსაც ჯერ არ შეეძლო მამაკაცის გაცნობა, არამედ უკვე გათხოვილი ქალიც იყოს. და ბოლოს მეორე ჯულში, მეორე ჯულის 22 თავის 25 მუხლიდან და შემდეგაც გოგონასა და ახალგაზრდა ქალის სახელით ქალწული იგულისხმება. ზოგიერთი ჩვენი ადამიანი ამბობს, რომ ესაია წინასწარმეტყველს ორი ვაჟი ჰყავდა, იაშუბი, ესაია 7:3 ნახე
და ემანუელი. და ეს ემანუელი დაიბადა მისი წინასწარმეტყველი ცოლისგან უფლის მაცხოვრის ტიპაჟით. ეს ემანუელის სიტყვას განმარტავს ახლა ნეტარი იერონიმის ტრიდონელი ემანუელი იესო ქრისტეს არ ნიშნავს, ემანუელ არ ნიშნავს ჩვენთან ღმერთი, როგორც თარგმანი არის, არამედ ეს ნიშნავს სახელს. ესაიას შვილი იყო და ამას ამბობენ ჩვენიანებიო. მაგრამ იქვე დასძენს, რომ ეს ემანუელი ნიშნავს იმანუელ ჩვენთან ღმერთი. თუმცა არის ჩვენშიო საზოგადოება, რომლებიც ამბობს, რომ ეს ემანუელი არ არის იესო ქრისტე. ამას ახლა თქვენ ვინც აგაკითხეთ, მეგობრებო, შეგიძლია მოიძიოთ საიტზე და ახლა მე განახერხებთ თქვენ მართლმადიდებლური საიტზე 25 თავს, სადაც ქალწული მიეწერება როგორც გათხოვილ ქალს, ასევე გასათხოვარ ქალს. აი ნახოთ ძველი აღთქმა ქართულ ენაზე. გვინდა ჩვენ მეორე ჯულის 22 თავის 25 მოხდა. აი ნახეთ 23 მოხში გაწერია. თუ კაცზე დანიშნულ ყმაწვილ ქალს ვისაო ქალწულსო. ნახეთ მეგობრებო. თუ კაცზე დანიშნულ ყმაწვილ ქალს, ანუ აღი რო წერი, ანუა ყმაწვილი ქალი სხვა, ყმაწვილი გოგონა. და ქალწულიაო ესაო, ანუ გათხოვილი კაცზე დანიშნული ქალის ქალწულია. ასე რომ მარიამი რო იოსებს გააყოლეს ცოლად, ქალწული იყო. და არ უნდა გაკვირებოდა სიმეონს ეს, თუნდაც ეგრე ყოფილიყო. ქალაქში ვინმე შეხვდა დაწვა მასთან, გაიყვანონ ორივენი ამ ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლენ. ეხლა ნახოთ მეგობრებო, რომ იგივე ქალწული 22 მუხში თუ ვინმე შეხვდება ქალწულს, რომელიც დანიშნული არ არის, დაიჭერს და დაწובה მასთან და წაასწრებენ, მისცეს ყმაწვილ ქალთან ნაწოლმა კაცმა მის მამას 50 ვერცხლი, ქალი კი მის ცოლი გახდეს. ხედავთ მეგობრებო, ესე იგი, მოგვიდან ჩვენ ვიცით, როგორც წმინდა ნეტარი მამა იერონიმეს ტრიდონელი ამბობს, რომ ქალწული ალმა და ბეთულიც ორივე შემთხვევაში იხმარება როგორც დანიშნულ ყმაწვილ ქალზე და ასევე გასათხოვარ ქალიშვილ გოგონას. ასე რომ არანაირი პრობლემა არ არის თუ წერილში ალმა წერია, იქ საერთოდ არ იგულისხმება გასათხოვარი ან გათხოვილი დანიშნული ქალი. არამედ იგულისხმება მესამე ვარი გაგებაც, ეს არის მეორე გაგებაც უпростоრად გადამალული ქალი, რომელსაც ჯერ მამაკაცი არ უნახება. საინტერესო იყო, ხო? ეხლა მოდი ემანუელის განმარტება გავიგოთ, რას ნიშნავს იმანუელ. ესაიაში ორჯერ ხდება ეს ტექსტი იმანუელის მერვე თავში და მეშვიდე თავში. და ნახოთ ეხლა როგორ განმარტავს ნეტარი იერონიმეს ტრიდონელი ამ ყველაფერს. ზოგიერთი ჩვენი ადამიანი ამბობს, რომ წინასწარმეტყველ ესაიას ორი ვაჟი ყავდა, იაშუბი და ემანუელი. და ეს ემანუელი დაიბადა მისი წინასწარმეტყველის ცოლისგან, უფლის მაცხოვრის ტიპაჟით. ეხლა რატო გაუჩნდა ეს ეჭვი იერონიმეს ტრიდონელს, რომ ესე თქვა რა, რომ ესაიას ორი ვაჟი ყავდა, მარტო იაშუბი კი არა, ესაიას 7 სამშირვა იაშუბი კი არა, ემანუელიც არის, რადგანაც მისი ცოლი წინასწარმეტყველის ცოლი იყო და თავის თავზე იგულისხმობდა, თავის შვილი იყო და არა იესოს წინასწარმეტყველება იყო. დანიშნული გოგონა, ანუ პატარძალი და არა ქალწული, მეორე ჯულის 2:25 წერია. დანიშნული გოგონა და არა პატარძალი. ხო, პატარძალი დანიშნული გოგონა. თუ ვინმე იპოვის გოგონას, აი ესე იწერება გოგონა, მეგობრებო, აი წავიკითხოთ. ებრაულად არის ნოღაცეხ არის, ეგრე არის რა, ზუსტად ვერ ვკითხულობ. მოდი გადავიტანოთ Google-ში. აი ესე არის, მაწვილი გოგონა, წეღანო წავიკითხეთ. და ქალწული ნათარგმნია როგორც ბეთულა. აი გოგონა. თარგმნა გოგონა. გოგონა, აი და ესე კითხულობს Google. ნუნ აინ რეიშეი. დამარცხდა რა, ნუ ღაი ხეიშეი. ანუ ნუღაც რაღაც ესე იკითხება. უცნაურად. და ეხლა ნახოთ იგივე მუხში და გამოს მეორე ჯულის 22-25 მუხლი. ხო არის გოგონა, თუ იპოვის ვინმე გოგონას, ანუ ახალგაზრდა ქალს, ქალწულს, ანუ ამ გოგოს ეწოდება ქალწული. ბეთულა, აგე? წერია ბეთულა.
ხო ნახოთ ბეთულა როგორ არის აქ. გოგონას ნიშნავს ბეთულა თუ ქალწულს ნიშნავს? ქალიშვილს. ლაივში ვარ და როგორ გიპასუხო კაცო? არ უყურებ ლაივს. აგერ მეგობრებო, ბეთულა სასწაული ნახე ქალწულად მithარგმნა. რომ მირეკავ კაცო ლაივში ვარ, ლაივში. ბეთულა არის ქალწული, რომელიც არ არის დანიშნული. დაიჭერს დაწובה მასთან და წაასწრებენ. მისცემს ყმაწვილ ქალთან ნაწოლმა კაცმა მის მამას 50 ვერცხლი. ქალი კი მისი ცოლი. აი ხედავ, ქალი კი მისი ცოლი. ლაიშა, იშა არის ქალი. ხედავ, თუ ქალი არის, თარგმნიდან ქალს იშა, მაგრამ არ არის. გახდეს იმის სანაცვლოდ, რომ ძალა იხმარა მასზე. არ შეიძლება მისი გაშვება თავისი ცოცხლეში. მეორე ჯულის 22 თავის 22 მუხლები. თუმცა იგივე თავის 23 მუხლებში 22 თავის მეორე ჯულის როგორც დანიშნული ისე გაუთხოვარ გოგონაზე გამოიყენება სიტყვა ქალწული. იგივე შეიძლება ვიფიქროთ მესამე მეფეთას პირველი თავის მესამე მეოთხე მუხლებში, სადაც ახალგაზრდა ქალი აბიშაკ შუნამელი მიუწვინეს მეფეს გვერდით, მაგრამ მეფე არ გაკარებია მას. იქაც ხანუღა მოხსენებულია უბრალოდ გოგონათი და არა ბეთულათი ან ქალწულით, რომელიც მეფეს მიუწვინეს საწოლში, ისე რომ მეფეს არ შეუწია. მე მგონი საინტერესო იყო მეგობრებო და ნახოთ რა ნაყოფს გამოიღებს და აუცილებლად გამოიღებს ეს ნაყოფს და აუცილებლად ამ ვიგინდარას გამო ანუ აზრით წმინდანები ცდებიან. ნახეთ რა სამობს ეს ადამიანი წმინდანებს. ეს არის ჩემი მოგონილი და ერთმა რუსმა კოლევარმა გამოსცა კიდევაც წიგნი მითხრებით. და იქ არის არაერთი მითი, მაგალითად ის რომ სერაფიმე საროველი მკვდრეთით აღდგება. ეს იყო ნიკოლაის რო ყავდა, რაგვარი იყო დამავიწყდა. ნუ მოკლედ ფსიქიურად ავანტყოფი იყო ეს კაცი და დაყვებოდა და 1000 რაც ესე იგი ტვინში მოვიდა და ყველაფერს გადაგებდა და ნუ აი ესე წმინდა სერაფიმე საროველზე იმდენი მითები არის რომ რო გაწმინდო ის მითები და ისე არაფერი აღარ დარჩება მისი ცხოვრებიდან რეალურად. მე მის წმინდანობაზე ეჭვი არ ვეპარება, უბრალოდ ფაქტს ვიძახი რომ ძალიან ბევრი რაღაცეები არის ასე ვთქვათ არასწორად გაგებული. ისევე როგორც წმინდა გიორგის გველეშაპი პირდაპირ შრობით არ მოუკლავს. გველეშაპი არის პერსონიფიცირება ბოროტებისა. ხანდახან დიოკლეტიანე გამოისახება ხოლმე გველეშაპის ადგილას და ხან გველეშაპი იყო ბოროტების სიბოროტის რომ ბოროტება განგმირა წმინდა გიორგი. აი ამას განასახიერებდა. მაგრამ დაიწერა ცხოვრებები სადაც წერია თვითონ წყალს არაძლევდა ეს დრაკონი და წმინდა გიორგი მოკლა და იქ გოგონა დაიხსნა და რაღაცა აბსოლუტური ისეთი. ამიტომ ჩვენ ქრისტიანები როდესაც ვართ არ შეიძლება ჩვენ რომ ჩვენი სარწმუნოება ლეგენდებისგან არ გავწმინდოთ. აი მაგალითად არსებობს ესეთი წიგნი წმინდა დიმიტრი როსტოველის სენაკის მემატიანე. ამ სენაკის მემატიანეში ისეთი სისულელეები წერია, ეხლა დღევანდელი განმოსახენია რომ წაიგიხო შეიძლება გაგეცინოს. მაგალითად წმინდა დიმიტრი როსტოველს ჯეროდა რომ არსებობდნენ ციკლოპები, ცალთვალა არსებები, რომ არსებობდნენ ნევნები, ესე იგი ესეთი ისენი სირინოზები. სენაკის მემატიანეში წერს და ერთ-ერთ წმინდა მამამო ისიც კი იხილავ აი კენტავრი ხო ცხენი და კაცი რო არის ნახევრად და თქვენო ნუ შეგეშინდებათო ისა ნუ შეგეპარებათო ეჭვიო ამაშიო რომ კენტავრები ნამდვილად არსებობდნენო. ერთმა წმინდა მამამ იხილაო და რო უთხრაო ისაო საით წავიდაო კენტავრმა ხელით მიანიშნაო რაღაცა ესეთი რაღაცა უწერია. ძალიან დიდ იმას ნუ დაბადების წიგნის განმარტება ეს რეალურად ეს სენაკის მემატიანე, მაგრამ ძალიან ბევრი მითოლოგიები უწერია და იმასაც კი ამბობს რომ ნახეთ წმინდანობა წმინდანი არ ნიშნავს უცდომელობას. ჩვენ როგორ ვართ იცი წმინდანმა თქვა და დამთავრდა ძმაო. წმინდანი არ ნიშნავს უცდომელობას. დაგემშვიდობეთ მეგობრებო, ახლა მირეკავენ და უნდა უპასუხო.